შენზე რო გადაეღოთ კინო, ხატული ფილმი, თან ისე რომ შენზე არის ბოლო სიტყვა. როგორც სიტყვი, ისე გამოჩნდები. შენთანაც, შენი მეგობრებიც და რაც თავარია, შენი მტრები ან მეტოქეები. რას იზამდი ნეტა? სიმართლეს მიაწვებოდი უფრო, თუ შეეცდებოდი რომ გაგელამაზებინა, რაც მოხდა და უკეთესი ტიპი გამოჩენილიყავი. მე ვფიქრობდი მაგაზე ამას რომ ამზადებდი და პირველი რაც ვიფიქრე ის იყო რომ ტერი და მეტოქე მაინც რა მე მგონია რომ არ ამყავს. და ბევრი მუსიკოსი არის ეგრე. რო იღებენ ხოლმე ბიოგრაფიულ ფილმებს, ხშირად ჭირდებათ ხოლმე ანტაგონისტის გამოგონება ან რაღაცა კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა, რომ უფრო საინტერესო იყოს ფილმი. მაგრამ აი ამ ფილმის შემთხვევაში, რომელთაც ახლა ვიწყებ, Straight Outta Compton, პირდაპირ კომპტონიდან. წესით კონფლიქტის გამოგონება კი არა, სად უნდა შეგეტენა ეს კონფლიქტები, როგორ შეგეკვეცა და რამდენი ჩაგეტია იქ, ეგ იყო პრობლემა. იმიტომ რომ სავსე იყო ლეგენდარული დაპირისპირებებით, რომლებიც ხშირად ყველას თვალწინ ვითარდებოდა. მაგრამ სირთულე ამ შემთხვევაში რა არის, რომ როცა გინდა რომ სინამდვილე შეალამაზო, უამრავი ადამიანია, ვისაც ახსოვს როგორ იყო. რანაირად უნდა მოიტყუა თითქოს რაღაცა. მაგრამ არ არის ეგრე. ამ ფილმის პროდიუსერებმა, ყოველ შემთხვევაში ბოლო სიტყვა მაინც მაგაზე იყო რა როგორც გამოჩნდებოდა, დოქტორ დრემ და Ice Cube-მა მაგრამ ეს ამბავი უფრო დოქტორ დრეზე არის. ძალიან კარგად იცოდნენ რომ თავარი არის ხელოვნება. თავარი არის სიმღერაში რა როგორ არის წარმოჩენილი და ფილმში როგორ არის წარმოჩენილი. იქ მოვლენებს 1000 კაცი დაესწრო, ამას მილიონობით ნახავს და მოისმენს. და ამიტომ შეგიძლია რომ საკუთარი თავის მითოლოგია შექმნა, ფანფიკი გააკეთო და აჩვენო რომ შენი მეტოქე ვინც იყო, მერე შურიანი თვალებით შეჰყურებდა შენს წარმატებას და ცრემლი მოძდიოდა და მერე კიდე იტირა, როცა კვდებოდა, მაგრამ შენ დიცულოვნად აპატიე ყველაფერი და ბოლოში ისევ ძმებად დარჩით. Next NWA album, it's about to be dope. About to be huge, you know? არა და რაც ახლა აქ დაინახეთ ცხადია ეგრე არ მომხდარა საერთოდაც. ან კიდე უკეთესი. თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ ერთი სცენა არის რომ დოქტორ დრე შედის Death Row-ს სტუდიაში. შედის და რას ხედავს? ტუპაკი დგას და თავის ახალ ჰიტს წერს. დრეს დანახვაზე თვალები ბავშვივით უნათდება. What up, Pac? ეთქვის ბიძი ანდრე, მოდი ნახე რა მაგარი ტრეკები ჩაგიწეროთ ახლა. ეს კიდე პასუხობს რომ მოდი ახლა ნახე რა თესლი ბიტი მოგიტანეო. ჩაურთავს და ისიც ეგრევე დაამოღამებს. California love. Yeah. ეხა ცხადია, შეიძლება ცხადია არ არის, მაგრამ ვინც ოდნავ მაინც რამე იცის იმ დროის ჰიპ-ჰოპის შესახებ, ეგრევე დაინახავდა რომ ეგ ტრეკი, რასაც მან ტუპაკი წერს, Hail Mary ჩაწერილი არის მის სიცოცხლეში ბოლო სტუდიურ ალბომში Don't Kill Illuminati 7 Days Theory, რომლის ჩაწერაშიც დოქტორ დრეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და ვერც მიიღებდა, იმიტომ რომ მაგ დროს არ ქონდა კაი ურთიერთობა დანარჩენ ხალხთან მანდ ვინც იყო და მეტიც ტუპაკი ერთ თუ ორ სიმღერაში მან დოქტორ დრესაც აგინებს, იმიტომ რომ ის იყო ბრაზიანი კაცი იყო. წყენის შენახვა იცოდა. რეალურის თუ წარმოსახვითის. მაგას რო თავი დავანებოთ ახლა ასევე კალიფორნია ლავი უკვე გამოსული იყო, როცა Hail Mary ჩაიწერა და არც მაინც სიხარულით არ მიუცუხცუხებია დოქტორ დრეს ტუპაკისთვის. მაგრამ დავიკიდოთ დეტალებია თითქოს, მაგრამ რატო ხო? მაგრამ თავარი მითოლოგია შემდეგი სცენიდან იწყება, როდესაც დოქტორ დრეს გვერდზე ოთახიდან ხმაური შემოესმება და ჯერ ტუპაკს ეუბნება რომ შენო აქ დარჩიო, ფეხი არ მოიცვალო. Hey, hold on, Pac. Stay right there, man. ესე ეუბნება და ისიც come with me, ესე გახიმებული უყურებს, როცა სინამდვილეში ხა მაკტონით თქვა დოქტორ დრეს რამე ტუპაკისთვის ხელებს დაამტვრევდა, ბრაზიანი კაცი იყო. კიდევ ერთხელ გამოდის ეს მეორე ოთახში და რას ხედავს? რომ იმის ნაცვლად რომ იქ სამუშაო ატმოსფერო იყოს შექმნილი, იქ არის ain't nothing but a gangsta party. ბლადები დგანან, თამაშობენ, ერთობიან. და ესეც დაერევა და ერთი ორ კაცს მიტყებს. Nigga, you ain't nothing but a producer. ნამდვილ ბლადს. ჩვენ სცენაზე რომ მოვთარგმნოთ,
ნაკურთხ ქურდს. არ იყო დოქტორ დრე მაინც კაცების ცემით ცნობილი. არ ელაპარაკებოდა შუგნაით, მაქტომით. You tripping. We can do anything we want to do. We started this thing. This is us. Nah, nigga, death row, that's us. I don't know what the f this shit is. კაც რომელიც ჯერ მაგისი დაცვა იყო, მერე მისი უფროსი გახდა და მერე კონფლიქტი ჰქონდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში აი აქამდე მოსული შუგნაითი სულ რაღაცას კბენს და ცდილობს ხოლმე რომ ცხოვრება გაუმწაროს დოქტორ დრეს, თუმცა არ გამოსდის ბოლოში ხელოვნება იმარჯვებს. აი ამაზე ეს სერია. მოკლედ თუ ის ფილმი გაქვთ ნანახი Straight Outta Compton, გასართობი ფილმია, მაგრამ ჩათვალეთ რომ არაფერი არ იცით. თუ არა გაქვთ ნანახი და ჰიპ-ჰოპი მაინც არ გაინტერესებთ, მგონია რომ მაინც საინტერესო იქნება. ეხლა რასაც მოგიყვებით, იმიტომ რომ არის რავი, როგორ გითხრათ. ბერძნული ტრაგედიები, შექსპირის დრამები, ძმაკაცობა, ღალატი, წარმატება, აღზევება, დაცემა, ლეგენდები, სინამდვილე. თუ იცით ეს ამბები, მგონია რომ კიდევ უფრო გაგისწორდება. მოდი დავიწყოთ ამ ამბის მოყოლა არცფლად 7-დან და არცფლად დასაწყისიდან. 1990 წლიდან, როდესაც ჩარტები ააფეთქა Vanilla Ice-ის სიმღერამ Ice Ice Baby. Don 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 don. Ice Ice Baby. Don 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 don. უდიდესი ჰიტი იყო იმდენად რომ რა ვიცი, დღესაც უმეტესობამ იცით ამ სიმღერის შესახებ. თვითონ ეს don 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 რომელიც ცხადია უმეტესობა იცნობდით, გახლავთ სემპლი Queen-ის და David Bowie-ის ტრეკიდან Under Pressure. უნებართოდ გამოიყენეს და თავიდან ეს სრულიად თავხედურად აცხადებდა, რომ ესო სხვა არისო. ის სხვა არისო და ეს სხვა არისო. Not the same bass line. Like it goes ding 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 ding. That's the way theirs goes. Ours goes ding 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 ding. ეხლა ცხადია ეს არ გაუვიდა და მოუწია ფულის გადახდა, მაგრამ ამ სიმღერის ავტორობასთან დაკავშირებული პრობლემები ამით არ დამთავრებულა. ერთ დღეს ლოს-ანჯელესის რესტორანში ზის Vanilla Ice თავის დაცვასთან ერთად, როდესაც უცებ შემოვიდნენ უზარმაზარი შავი კაცები ძალიან საშიში გარეგნობით. ამის დაცვას უთხრეს რომ გადიკუტა აქედანო. თვითონ შემოუსხდნენ მაგიდას და ერთ-ერთმა ყველაზე უფრო დიდმა და საშიშმა წყნარი ხმით, მაგრამ აშკარად მუქარის ტონით დაუწყო ლაპარაკი. და აუხსნა ამ სიმღერის ტექსტის დაწერაში მონაწილეობა მიიღო ჩემმა ძმამო, მარიო ჩოკოლად ჯონსონმაო და შესაბამისათო უნდა წილი მოგცეო. იმიტომ რომ ეკუთვნის ამ კაცს. ნახევარ ტექსტი მაგის დაწერილიაო. გავიდა რამდენიმე დღე, სხვაგან ზის Vanilla Ice თავისთვის კიდე შემოვიდა ეს კაცი. კიდევ ერთხელ ეუბნება რომ გამარჯობა, ხო გახსოვს, ბიზნესი გვაქვს ჩვენ მოსაგვარებელი. და ეს Vanilla ნელ-ნელა დნება შიშისგან. Still thinking, well, wow, this guy knows where I'm at all times. How does he know where I'm at? You know, what's going on here? ვიდრე წინ წავალთ. რავი, ძალიან სასაცილო არ არის, მაგრამ რაღაც პონჩი სასაცილოა, რომ ამ კონკრეტული ეპიზოდის გმირები ვინც არიან, ერთი Vanilla Ice ნიშნავს ქართულად ვანილის ნაყინს, ტექსტის ავტორობას ვინც ედავება არის შოკოლადი მეტსახელად და ვინც მოიყვანა კუნთებიანი კაცი ამისთვის ჭკუის სასწავლებლად არის Marion Sugar-Knight-ი, ანუ Sugar შაქარია, ეგეც Sugar Bears ეძახდნენ ბავშვობაში და მაგის მერე მეტსახელი შერჩა.
ეშვენი შუგნაიტი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირია, ამ ისტორიის ერთი კომპონენტი ბიჭია, რომელიც სხვადასხვა განგსტერი არ ყოფილა თავიდან ახალგაზრდობაში. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე იყო, აპირებდა რომ გაყოლოდა ამას პროფესიონალურად ეთამაშა, როგორც ამბობენ, მონაცემებიც ჰქონდა, მაგრამ ფიცხი იყო ხასიათით, ქუჩა ეძახდა მაინც მენტალურად და რაღაც მომენტში თავი გაყო გაუგებრობაში, პირობით ისასჯელი აიკიდა, ამიტომ გამოაგდეს გუნდიდან და მერე ხან ვისი დაცვა იყო, ხან ვისი მეგობარი იყო, ხან ვიღაცის მენეჯერი ერქვა ხოლმე, რაღაც მუსიკალურ კომპანიაში მუშაობდა, სადაც გაიცნო ეს შოკოლადი და შოკოლადის ამბავი რომ მოისმინო, თქვა მე მოგიგვარებ მაგ საკითხს. ერთ შვენიერ ლამას დღეს ბევერლი ჰილსის სასტუმროში მე-15 სართულზე 6 შეერაღებული კაცის თანხლებით მივიდა, შევიდნენ ვანილა აისის სასტუმროს ნომერში, ამის დაცვა განაიარაღეს ფიზიკურადაც და მენტალურადაც და შემდეგ ვანილა აისს დაელაპარაკნენ ქუჩის ენაზე. აუხსნეს, რომ არ არის ლამაზი, როგორც ის იქცევა, რაღაც მომენტში აივანზე გავიდნენ, სადაც შუგნაიტმა ეს ჩაიხედა ქვევითო, ნახევ რა მაღლავართო, უსიამოვნო იქნება, კეთა რო გადავარდეო ვიღაც იგი შეაო. ქვევით ვერ ჩააღწევა. He had me look over the edge, show me how high I was up there. I needed to wear a diaper on that day. I was very scared. ეხა ლეგენდის თანახმად შუგნაიტმა ფეხით გადაკიდა ვანილა აისი და უთხრა რომ ეხა კონტრაქტს მოაწერე ხელი რომ შოკოლადს მისცე ის ფული თორე გაგიშვებ ხელსო. რეალურად სავარაუდოდ ესე არ მომხდარა და ეს ლეგენდა თავად შუგნაიტის გავრცელებულია ალბათ, მაგრამ რაც მოხდა მაინც საკმაოდ საშიში იყო. Who is Mario Lavelle Johnson? His name is That's listed. the guy that Suge Knight brought over there that was an acquaintance of mine that had nothing to do with that song. You signed over the I rights? signed over the rights to him so that Suge and them could get paid for it. So Mario Lavelle Johnson didn't write that song. No way. How much were those points worth? About 4 million, 3 million, anywhere between there. $3 to $4 million. And you just signed them? I signed him and walked away alive. 3-4 მილიონი დოლარი. არ მტოვებდა რაღაცა ეჭვის შეგრძნება. რომ კაი, მესმის რო შეაშინეს. მაგრამ 3-4 მილიონ დოლარზე ალაპარაკი დღევანდელი ფულით 10 მილიონი დოლარია. პატარა თანხა არ არის. ეს ვანილა აისი მაგ დროს სუპერ ვარსკვლავია, ბევრად უფრო მდიდარია ვიდრე შუგნაიტი და გასაგებია რომ ერთხელ გამოგიჭერეს აივანზე და შეგეშინდა, მაგრამ იქვე რატო უკან არ წაიღო? მეორე დღეს რატო დაცვა არ გააძლიერა, სასამართლოში არ წავიდა, ხელების გნევა დაიწყო. რეშია მან საქმე. ეხა ზუსტად 100%-ით ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ აი ძალიან დარწმუნებული ვარ რომ მან საქმე იმაშიც იყო რომ მართლაც და ნაწილობრივ შოკოლადის დაწერილი იყო ეს ტექსტი. ანუ სასამართლოში რო წასულიყო იმ ტიპს სავარაუდოდ შეეძლო რაღაცნაირად დაემტკიცებინა როგორც ამბობდა ის რომ თავისი ხელით იყო იმ დროის დაწერილი ტექსტი, მაგრამ მოკლედ სასამართლოში აჩვენებდა რომ მართლაც მიიღო მონაწილეობა ტექსტის დაწერაში და ვანილა აის არ აწყობდა რომ კიდე მეორეჯერ პლაგიატი გამოსულიყო, თუ პლაგიატორი, რომელიც არის ქართულად ის. არ უნდოდა. ამიტომ ურჩევნია მოყვეს ისტორია, როგორ დიდმა შავმა კაცებმა შეაშინეს და იძულებული გახდა რომ დაეთმო უფლებები სიმღერაზე. I'm just gonna keep it 100. He lies so much that he be believing them lies. I'm telling you facts. He lies so much. He's a liar, bro. He lies like every song I did on that album. He credited himself. He said he wrote Ice Ice Baby at 16. He didn't write no parts of that song. ეს შუგნაიცაც მაგრა აწყობდა, იმიტომ რომ აქედან დაიწყო მისი ლეგენდა. ტიპისა, რომელიც რითიც საჭიროა, როგორც საჭიროა საქმეს მოგიგვარებს. ხო და ეს ფულის ჩარიცხვა რო დაიწყო, შუგნაიტი მივიდა თავის მეგობართან, რეპერ დიოსისთან, მეგობართან რა, იმისი დაცვის ქვეშ მყოფთან, იმისი დაცვა იყო და უთხრა რომ დიოსი მევიდა ჩვენი დრო. მოკიდე ხელი დოქტორ დრეს და წავიდეთ ცალკე. ეხლა ვინ იყო ეს დიოსი? დღეს მაგის სახელი მარტო ან იმ დროის ჰიპ-ჰოპის დამფასებლებმა იციან, ან შეიძლება რომ დოქტორ დრეს ტექსტები იცოდე ადამიანმა ზეპირად Forgot About Dre-ში, მაგალითად, როგორ არის Who do you thought taught you to smoke trees? Who do you think brought you all these? Ice Cubes, Eazy-E's, DOC's,
Snoop D-O Double G's and the group that said motherfuck the police. თლათ ეხა ზუსტად მომთხოვთ, მაგრამ მეგონია რომ ეგრეა და ეგ არის DOC. ტეხასელი რეპერი იყო, რომელიც 80-იანების ბოლოსკენ ჩავიდა კალიფორნიაში და გამოუშვა ალბომი, რომელიც გამოსვლის დროს ითვლებოდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეპ ალბომი იყო, რაც ოდესმე ვინმეს ჩაუწერია. დღემდე არის ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ DOC იყო თავისი პლეიადის ყველაზე ნიჭიერი რეპერი და ყველაზე მეტისთვის შეეძლო რომ მიეღწია. NWA-სთან ჩასასწავდა, წევრი ოფიციალურად არ ყოფილა ამ ჯგუფის, მაგრამ სულ იქ იყო ხოლმე. ტექსტის დაწერაშიც მონაწილეობას იღებდა, ტრეკებზე იყო. მოკლედ, მომავალი მისი იყო, რასაც უნდა იმას გააკეთებდა და მერე დაემართა საშინელება. ეს ალბომი რო გამოვიდა, თაში ქონდა ავარდნელი. სვამდა, იყნოსავდა, ეწეოდა, ყველაფერს აკეთებდა და რაღაც მომენტში დაჯდა მანქანაზე, ჩაეძინა. მაღალი სიჩქარით მიდიოდა, დაეჯახა ბეტონის გამყოფი ტიპი რო არის შოსეზე, მანქანა დატრიალდა, გადავიდა გზიდან, დაეჯახა ხეს, ამას ხვედიც არ ეკეთა და როგორც თვითონ ყვება მერე ხეში იპოვეს ამისი კბილები, ჩარჭობილი. ანუ ისეთი საშინელი ავარია იყო, 26 საათის განმავლობაში მარტო პლასტიკურ ქირურგიას უტარებდნენ, ძლივს ააწყვეს. ბეწვზე გადარჩა, მაგრამ ამ ოპერაციის შედეგად დაუზიანდა ხმის იოგები. და იმისი სასიმღერო კარიერა თუ რეპის კარიერა პრინციპში მან დამთავრდა. What was the reaction, man, after you had the accident, man, and you found out that you lost your voice? What's your initial reaction? You know, you don't believe, you don't acknowledge it. I never thought that it would never come back. You know, man, I always thought it was going to come back, and I held on to that. You know, Dre was the only one that was like, "No, it's over, bro. Just let it go." But I couldn't let it go. ჯერას თავის ხმისჩაწვერ კომპანიაში ისევ იყო, ამ დროს განსაკუთრებულად დაუმეგობრდა დოქტორ დრეს, რომელსაც ეხმარებოდა სიმღერების კეთებაში და ამ დროს გახდა განსაკუთრებულად დამოკიდებული თავისი დაცვის წევრი, ანუ კიდევ ერთხელ ტიპი იყო ეგეთი, შუგნაიძე ვლაპარაკობ ისევ, გეტუსავებოდა და თუ სადღაცა საღამოს გადიოდი კლუბში, ამასაც თან წაიყვანდი, ხანდახან ფულს მიცემდი ხოლმე და იქ თუ რაღაცა უსიამოვნება მოხდებოდა, ეს მოაგვარებდა შენს ნაცვლად. რატომ უნდა მოხდარიყო კლუბში უსიამოვნება? ანეკდოტი როა რომ მარილს რო დაყრის ტიპი და დღესაც მიჩხუბიაო, თვითონ დიოსი ყვება მაგ ამბავს. I'm drunk. And I'm walking into this club and I slap some guy's girl on her butt. And obviously he's going to not like that, you know. And my response would probably be something really vulgar and childish. And at that point he would have to make a move, you know. And none of those people probably even saw Suge till it was too late. It was too late. მოკლედ დიოსისთან მეგობრობის თუ ურთიერთობის შედეგად გავიდა სხვა წევრებზეც ჯგუფის, მათ შორის დოქტორ დრეზე და სულ რაღაცებს ებაზრება, ანუ შუგნაითი რო წარმოიდგინოთ, არის ჯაყო. წიგნიდან ჯაყოს ხიზნები. ეგეთი ტიპია, რომელიც თავიდან სანამ შენი უფროსი არ არის, გეპათხალიმება და კარგად გექცევა და მოიჯაყო შენთან არის ახლა დაგეხმარება, ის ბიჭი ხო არ გაბრაზებს, მოდი შავკანიანო ჩაგცხო თავში, მაგრამ არც მაგით დაკმაყოფილებას არ აპირებს ცხოვრებაში. ხო და იქ ხალხს ეუბნება, რომ დოქტორ დრეს ძირითადად და დიოსის წამოდით ახლა ერთათო მოვხოდოთ რაღაცაო, თქვენი მუსიკალური ნიჭიო, ჩემი კუნთებიო და ძალიან ბევრს მივაღწევთ. მით უმეტეს ეხა იმ ვანილა აისის ახეული ფული მაქვს და მაგის გარდაო კიდევ ვიცნობ სერიოზულ ხალხსო. სერიოზულ ხალხსო. პირდაპირ ესკობარზე რო არიან გასულები იმ ხალხსო, რომლებიც ასევეო გამოვლენო ფულსო. თქვენ უბრალოდ თავი დამიქნიეთო. დოქტორ დრე უნება რომ თავს დაგიქნევ, ხო აღარ მინდა მეც აკ ყოფნა მაინდა მაინცო, მაგრამ კონტრაქტი მაქვს. შუგნაითი ეუბნება რომ არა, ისეთ წინადადებას გაუკეთებ, რომ უარს ისინი ვერ იტყვიანო. და მე დაელაპარაკა კიდევაც. ეხლა მე მოგიყვებით, ვის დაელაპარაკა და NWA-ს ამბებს, ცოტა დროში ვიმოგზაურებთ უკან, მაგრამ რახან ჩვენ ისტორიაში DOC მაინდა-მაინც აღარ ფიგურირებს, გეტყვით როგორ წავიდა მაგისი ცხოვრება,
ხანისე ეხა კარგად არის თავიდან თვითონ ყვება რომ იყო მაგარი აჭრელი ანუ ტიპს ქონდა აი ეს ხელი ქონდა მოკიდებული დიდებისთვის და უცებ თან ვერავის რო ვერ დააბრალებ თავისი ბრალია კარიერა ნორმალური ქონდა აწყობილი ანუ დოქტორ დრესთან მუშაობდა და სხვებთანაც იყო გოსტრაიტერი ანუ ხმა აღარ ქონდა მაგრამ წერა შეეძლო გიჟივით და წერდა კიდევაც დოქტორ დრეს პირველი ალბომის ტექსტები ნახევარი მაგის დაწერილია დოქტორ დრე რასაც რეპავს ეს ულიდა ხოლმე სულ, მაგრამ ხანდახან ჩხუბობდნენ და მე ისევ რიგდებოდნენ, იმიტომ რომ ამას ჰქონდა გადაჭედილი ცხოვრებაში, ხანდახან ჩაიხვევდა, დაიწყებდა რაღაც ნარკოტიკების მიღებას, მე აღარავის მაგასთან აღარ უნდა და მე გამოიხედავდა ისევ თვალში. რაღაც მომენტში ციხეში იყო და იქ დაინახა სინათლე, მე მგონი რელიგიური გახდა მაგ პონჩიც, გამოვიდა და მას მე ეხა არაუშავს რა არის. ერიკა ბადუს ქმარი იყო რაღაც ხანი შვილი ყავთ ერთად. და დღემდე არიან მაგისი შემოქმედების დამფასებლები, მაგალითად აი ეს. Death, living it up. My life is like a story. Yelling it because nobody else is telling it. Checking it. Always getting paid because the rap is sort of a twist. Between what I mean, between what you needed and what I mean. What I mean by twist. Nah, you gotta better listen. Wait, I need him. I gotta ask him what he said on this part. On this one part, I never understood it. Like I couldn't make out exactly what it was. The doc is dope. I would have been down with rock, but I'll be broke by the punk. I'm opening up my trunk to reveal death. Living it up. My life is like a story. Yelling it because nobody else is telling it. Checking it. Always getting paid because the rap is sort of a twist. Between what you needed and what I mean. What I mean by twist. Nah, you gotta listen. What the fuck? What was that right there? Never a segment is negative because I'm employing what you've been missing. Never a segment is negative. How the fuck did you say that shit? God damn. She just came out. მოკლედ ტიპი არა დღემდე რომელსაც ყველაფერი უნახავს სადღაცა რომ ბარში ნახვა არ ვიცი სვამს თუ არა ალბათ აღარა მაგრამ რომ მოაყოლო აი უამრავი ისტორია აქვს მოსაყოლი და ლეგენდა არის თუმცა არა ისეთი ლეგენდა როგორც დანარჩენი ხალხი რომლებსაც ახლა გადავალთ სადღაც წავიკითხე ამას წინათ რომ NWA არის ჰიპ-ჰოპის ბიტლზიო. არა იმიტომ რომ ან შემოქმედებითად ახლოს იყვნენ ან რაღაცნაირად სიდიადით შეიძლება მაგათი შედარება არანაირად არც იმ პონჩი რომ ყველაზე კაი ჯგუფია ჰიპ-ჰოპში ეგ ალბათ ან უტანკლანი ან აუტკასტი ან რავი შეიძლება თქვენი ყავდეთ რუთსი მაგრამ იმ გაგებით რომ იყვნენ ტიპები ბავშვობის მეგობრები რომლებმაც ერთად მიაღწიეს წარმატებას მერე მალევე დაერევნენ ერთმანეთს ესენი უფრო ბოღმით ვიდრე ბიტლსი მაგრამ ნუ ისე მოხდა რომ რამდენიმე რაღაცნაირად თავის ამბავში ზეწარმატებული და ძალიან მაგარი ტიპი ბავშვობიდან ერთად მოხდა ამ ჯგუფის მუსიკალურ მხარეს განსაზღვრავდა ანდრე იანგი პროდიუსერი იგივე დოქტორ დრე რომელიც რამდენჯერმე ვახსენეთ რომელიც ცოტა არ იყოს და მუსიკალური გენიოსია თავის ამბავში მუსიკაში პროდიუსერი სხვა რამეს ნიშნავს ხოლმე დოქტორ დრე იყო თავიდან ბიტმეიკერიც იყო მაგრამ დღეს უფრო ადარებენ ხოლმე დირიჟორს იმიტომ რომ ბიტსაც აკეთებს მაგას გარდა თავიდანვე ქონდა ძალიან კაი არ ვიცი სმენა ქვია თუ რა მაგრამ მუსიკალური სიხშირეების აღქმა აუდიო ინჟინერია ძალიან მაგრამ რომ დაჯდება და ტექნიკურად შეუძლია რაღაცები დაატრიალოს და დააყენოს ზუსტად ისეთი ხმა როგორიც უნდა ტრეკს ეხა აქ ჯერ პატარა არის ჯერ ეხა სწავლობს მაგრამ უკვე ეტყობა კოჭებშივე რომ ტიპი არის ძალიან მაგარი ამას გარდა აქვს ძალიან კარგი ნიჭი რომ თავიდან ამოიცნოს ტალანტი ვიდრე ის გაშლის ფრთებს ტექსტს წერს და რეპავს ჯგუფის ყველაზე უმცროსი წევრი მე მგონი 16-ის იყო თუ 17-ის რო შეუერთდა, ნუ ალბომი რო გამოვიდა 19-ის იყო Ice Cube, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან არის თავისი თაობის, აი 91 წლამდე, 87-91 წლები რაღაცა ეგრე, ალბათ ტოპ 3 ყველაზე მაგარ ლირიცისტს ამბობენ ხოლმე ტექსტების ავტორზე. ტექნიკურად შეიძლება ყველაზე მაგარი არ იყოს, თუმცა ეგეც იყო, მაგრამ ამბის თხრობა შეუძლია და სიტყვებით მანიპულირება გიჟივით. დანარჩენი ორი ტოპ 3-ში თუ გაინტერესებთ, რაკიმი და ჩაკდი Public Enemy-დან, ანუ კიდევ ერთხელ ახლა ეს არ არის რაღაცა მათემატიკა არ არის, შეიძლება რაღაცა ვინმე სხვა მოსაზრება ქონდეს, მაგრამ ეხლა რასაც მომფარი აი ძალიან მეინსტრიმული პოზიციაა. ჯგუფის სახე, ლიდერი, თავდაპირველი, დამფინანსებელი და სული და გული არის ერიკ რაიტი, იგივე Eazy-E, რომელიც ამ ამბავში არის ცოტა უცნაური ფიგურა. იმიტომ რომ რეპერი, ანუ ლეგენდარული რეპერია, მაგრამ
რეალურად ახლა არავიზე უკეთესად არ რეპავდა, უფრო ქონდა როკსტარის იმიჯი ქონდა, ხმა ქონდა კარგი, სცენაზე შეეძლო გიჟივით დგომა და იყო უკიდურესად ქარიზმატული, ანუ სულ ყველა იხსენებს და ეტყობა კიდევაც რომ უყურებ აი ვიდეოებში, ასეთი ცოცხალი თვალები აქვს და აი თქვათ ოთახში რომ შემოვიდოდაო ფართი რა იყო, აი მეორე მხარეს რო ყოფილიყავი, ეგრევე იგრძნობდიო რომ ის იქ იყო. ანუ აი რაღაცა ქონდა. და რაც ამ დროს არის მთავარი ქონდა, ინგლისურად street creds ამბობენ ხოლმე მაგათ ენაზე, ანუ ქუჩის ცხოვრებით იყო ნაცხოვრები. ეგ დანარჩენები არავინ არ ყოფილა, ანუ არც Ice Cube იყო განგსტერი, არც Dr. Dre იყო განგსტერი, არასდროს მუსიკოსები იყვნენ ყოველთვის. Eazy-ც განგსტერი არ ყოფილა, მაგრამ ნუ რაღაცას ყიდდა იქ კოკაინს. ამ დროს იყო აი ეს ქუჩასთან კავშირი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესენი დააჯდნენ ზუსტად იმ დროს, როდესაც აი ადამიანები სინამდვილეს სინაღდეს ითხოვდნენ მუსიკიდან და აი ესენი მაგას აძლევდნენ. მაგრამ ნუ ეს ქონდა რა ტიპი იყო, მეტრა 59 იყო სიმაღლეში, ცქვიტი და აი მტრებით და მოყვარეებით ყველანი ამბობენ რომ იყო ვაშკაცი ბიჭი. ვიღაცებს არ ევასებოდა ცხოვრების ბოლომდე, ქონდათ მიზეზი, მაგრამ აი იმას არავინ არ უკარგავდა რომ ტიპი იყო, ყვერებიანი კაცი იყო. ეხლა აქ უნდა ითქვას რომ ეს NWA ტრიო არ არის, კიდე არის ხალხი. მაგრამ ისედაც ბევრი პერსონაჟი მყავს და ეხლა MC Ren-ით და Yella-ით და მით უმეტეს არაბიან პრინსით თავს არ შეგაწყენ. იყვნენ ისინიც, მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ ნუ ცოტა სწრაფად უნდა გავიდეთ, კიდევ ძალიან ბევრი დეტალი მაქვს გამოტოვებული და ძირითადად ავაგ-ავაგ მნიშვნელოვან ადგილებს გაცნობთ. მოკლედ ესენი არიან ერთი უბრალო კომპტონელი ბიჭები. ზოგმა მარტო მუსიკა იცის, ზოგმა მარტო ქუჩაში დგომა იცის, ფულთან შეხება არასდროს არაფერი ისეთი არ ქონიათ. გარდა იმისა, რომ Eazy რო კოკაინს ყიდდა და cash დაითვლიდა ხოლმე. და როცა ნელ-ნელა შეატყოს რომ ბიჭო მგონი აქედან რაღაცა გამოდისო, გადაწყვიტეს რომ აიყვანათ მენეჯერი. Eazy დაუკავშირდა ეგეთ ტიპს, Jerry Hellers, რომელიც იყო ძალიან გამოცდილი მუსიკის მენეჯერი. თავის დროზე Elton John და Pink Floyd და ვიღაცები ყავს ამერიკაში ჩამოყვანილი. იმან ესენი შეიფარა და პირველი 2 წელი ქონდათ ეს კონტრაქტები, არ ქონდათ ერთმანეთში, რაც ფული შემოდიოდა, ძმურად გავიყოთ და დავლაგდებით და რა პრობლემაა ბაზარი იყო. ოღონდ თავიდანვე როგორც ჩანს, მთლად სამართლიანად ეგრე არ ლაგდებოდნენ. მერე კი გამოვიდა ამათი ალბომი Straight Outta Compton, რომელიც აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომია ამერიკაში. თუ ყველაზე მეტი არ იყიდება, ყველაზე მეტს ამაზე ლაპარაკობენ. World's most dangerous rap band. If you consider that offensive, brace yourself. You may be in for a shock. And I warn you that the lyrics are shocking and offensive to some and very, very, very explicit. And they sell millions. These are platinum and gold albums. And the third thing about this LP that makes it a significant piece of hip-hop history is that it helped the genre become the controversial, hard-as-nails style of music that it is today. What NWA did was they said, you know what? If you think we're thugs, if you think we're outlaws, you're right. And you should be afraid of us. We're going to embrace the stereotype. We're not going to run from it. We're your worst nightmare. ესენი არიან ყურადღების ცენტრში და შემოდის უკვე მილიონობით დოლარი. ახლა გამოიცანით ახლა მოუვათ თუ არა კონფლიქტი ამ ფულის გაყოფასთან დაკავშირებით. We were new to the business. We were trying to figure it out. Independent artists trying to figure out what to do and what moves to make. Mm-hmm. And he was a seasoned vet in the game. And so it was something I didn't want to do, but I had to, you know, I had to learn the music business. ინგროინდელი ფულის ამბებზე დღემდე კამათობენ ხოლმე. Jerry Heller ინტერვიუებში ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული უსამართლო პირობები არავისთვის არ შემითავაზებიაო. ანუ თავიდან ჰქონდათ ეს ზეპირი შეთანხმება, ეხლა კონტრაქტები უნდა დადონ და მივიდნენ Ice Cube-თან, რომელსაც მიუტანეს, ახლა რასაც უნდა ამბობდეს Jerry Heller-ი, ყველანაირი ყველათან ხდება, რომ იყო უკიდურესად უსამართლო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც Ice Cube, რომლის დაწერილი იყო ნახევარის პირველი ალბომი, რომელსაც ჰქონდა დაწერილი სიმღერები Eazy-ისთვის, ანუ Eazy, რასაც რეპავდა, თავის დაწერილი არ იყო. ან Ice Cube-ის დაწერილი იყო, ან D.O.C-ის დაწერილი იყო, ან MC Ren-ის დაწერილი იყო. და Ice Cube-ს უნდა მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, რომლის მიხედვითაც ჯგუფის წევრიც არ იქნებოდა მაინდა-მაინც და მომავალში შემოსავალი აქედან არ ექნებოდა და ამან თქვა წადით თქვენი დედაცო და წავიდა ჯგუფიდან.
მალევე დააყარეს ერთმანეთს, ანუ ეს ჯგუფის წევრები NWA დანარჩენები დარჩნენ, მოაწერეს კონტრაქტს ხელი, იმიტომ რომ სხვა პირობები ჰქონდათ შემოთავაზებული. Ice Cube-ს უწოდებდნენ Benedict Arnold's, რომელიც არის ამერიკულად ნიშნავს მოღალატეს, იმიტომ რომ იყო თავის დროზე ტიპი, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ინგლისელების მხარე დაიჭირა. Fuck him. Sorry. It was the thing about money, and he wasn't. No, he was on an ego trip. Ego trip? Yeah. Yeah, for a while. I heard that he wrote most of the lyrics. Number one, he was jealous of me. And number two, you can't go by what you hear all the time. If you knew our music and you was deep into the group, you know who wrote what. Ice Cube-იც არ ჩამორჩა, დაუწერა სიმღერა No Vaseline, ვაზელინის გარეშე, მიხვდით ალბათ რას აკეთებდა ვაზელინის გარეშე. და ეს ტრეკი ითვლება დღემდე რომ არის საუკეთესო diss track-ი, რაც ოდესმე ვინმეს დაუწერია. ანუ სხვები ამბობენ რომ hit ემაფია ტუპაკის, სხვები ამბობენ რომ No Vaseline არის. აი მაგდონის მაღალი პილოტაჟი არის. მაგრამ ამის პარალელურად ახლა ჯგუფი ერთად არის ახალ ალბომს წერს, მაგრამ დანარჩენები ვინც არიან, ასევე გაუჩნდათ კითხვის ნიშნები, რომ ბიჭო, მე მგონი არც ჩვენი კონტრაქტებია გადასარევიო. ყველაზე უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაუჩნდა Dr. Dre-ს, მაგრამ Dr. Dre-ს პრობლემა ის არის, რომ ამ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესე რომ ადგეს და წამოვიდეს, არავინ არ გამოუშვებს, არ ექნება უფლება რომ ცალკე რაღაცა გააკეთოს, იქ დარჩენაც აღარ უნდა და არის აი ამ დღეში. ხო და აი ამ დროს ეს შუგნაითი ჩვენი ჯაყო ეუბნება რომ წამოცალკე წავიდეთო. კიდე წავიყვანოთ ხალხიო და ჩვენი ხმისჩამწერი სტუდია მოვაწყოთო. ეს ეუბნება რომ რანაირად ანუ არ მიშვებენო იქიდან. მოიცავ შუგმა დაველაპარაკებიო. $1991 წლის 23 აპრილს Solar Records ეყურეთ ხმისჩამწერი სტუდია. შუგმა თხოვა რომ იზიო მოდი დაველაპარაკოთო, იქნება რაღაცა შეთანხმებამდე მივიდეთ. იზი, რომელიც ვაშკაცი კაცი იყო და დაცვის garaშე დადიოდა, მივიდა, თან ოფისში მიდიოდა, ანუ არ ელოდა რომ იქ ხაფანგი დახვდებოდა. მაგრამ დახვდა იქ ხაფანგი, როცა შევიდა ოთახში, კარი ჩაკეტეს შიგნიდან, რამდენიმე ტიპი იყო ბეისბოლის კეტებით და რკინის ჯოხებით და იარაღებით. იმ ფილმში Straight Outta Compton ნაჩვენებია რომ ურტყეს, სანამ ამან ხელი არ მოაწერა კონტრაქტს. სავარაუდოდ ეგრე ძალიან არ უცემიათ, ანუ თვითონ შიგნით რაც მოხდა, ვიცით, მერე სასამართლო პროცესებიდან ჯერი ჰელერი ყვება და იზი თვითონ რასაც ყვებოდა. ორივენი ამბობენ რომ ხელი არ მომხვედრიაო, მაგრამო სერიოზულად დამემუქრნენო. ეს თავიდან ამბობდა რომ ხელს არაფერს არ მოვაწერო, ვერ შემაშინებთო, მაგრამ მერე შეაშინეს. ერთი იყო რომ შუგნაითი ეუბნებოდა რომ ჯერი ჰელერი გატაცებული ყავსო ის კაციო და გარეთ იმაში არისო, მანქანი საბარგულშიო ჩაკეტილიო, რაც ტყუილი იყო, მაგრამ ნუ რაც ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის გამოიყენეს და რამაც ალბათ კიდევ უფრო იმოქმედა იყო ის რომ შუგნაითმა ამოუღო ფურცელი და დაუდო რომ თუ გეცნობა ესო და ამას ეცნო, იმიტომ რომ დედამისის სახლის მისამართი იყო, ანუ მაგდონეზე დაემუქრნენ და ხელი მოაწერა ამან კონტრაქტს. ხელი მოაწერა სპეციალურად არასწორად, ანუ რაც სხვანაირი ხელმოწერა ჰქონდა და მერე რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში იყო საქმე, ესენი ამბობდნენ რომ ძალით მოგვაწერინეს ხელიო, ბოლოში მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც Dr. Dre რასაც გააკეთებდა, იმ ფულის მე მგონი 20% იზიეს უნდა წამოეღო, მაგრამ იმ წუთას მოხერხდა ეგრე და ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ Dr. Dre, D.O.C, რომელიც უკვე ვახსენეთ და Michelle, მომღერალი, რომელზეც ცოტა ხანში მოგიყვებით, უნდა წამოსულიყვნენ ცალკე. Suge tried to destroy my record company with the help of others, Dre. So right now we're getting everything back together and we finna come out, you know, fully loaded. მერე როგორც ჯერი ჰელერი ყვება, მოვიდაო იზიე და მითხრაო რომ არ ჩვენ მოვკლავე კაციო, მკიდია, უნდა შეუკვეთო, მაგის მკვლობაო შუგნაითისო და მე უთხარიო რომ რა თუ გინდა შეუკვეთო, მაგრამ დაფიქრდიო რომ ეგენი რასაც აკეთებენო, იქიდან მოგდისო 20%-იო ტიპი არისო, ოქროს კვერცხებს გიდებსო ეხლაო და რაზე უნდა მოკლავო. და მერე ჯერი ჰელერმა თქვა რომ ნეტა მიმეცა უფლებაო, შუგნაითი აღარ ყოფილიყოს ცოცხალიო. To think that a guy like Suge Knight, who was a $70 a day bodyguard at Ruthless, could come between Easy and Dre. You know, I never thought that could happen, and I blame myself for that. And you know something? I should have let him kill him.
Yeah. You know, I would have done the world a favor. He would have done it for sure, by himself. You know, he always rolled by himself, and he was fearless. ნუ მე ნელა დაძაბულობა ჩაიფარცხა. და რახან ეხა უკვე დოქტორ დრეს და შუგნაითის ამბებზე გადავდივარ და იზის აღარ მოუბრუნდებით, ორი სიტყვით გეტყვით, რა ბედი ეწია. ფილმი თუ გინახავთ, იქ არის ესე რომ ეს გაღარიბებული და რაღაცა გაუბედურებული ზის და ტირის დღე და ღამე, რაც აბსოლუტურად ეგრე არ ყოფილა. ტიპს ქონდა ერთი სცენა არის, სადაც ეს ზის და პლანს ყიდის თავის სახლში. იმიტომ რომ გაუჭირდა, როცა რეალურად მართლა აკეთებდა მაგას, მაგრამ გასართობად. ტიპსაც 15 სახლი ქონდა და დიდრული მანქანებით დადიოდა და გარდა იმისა, რომ death row, ეხა რაც ჩამოყალიბდება ხმის ჩამწერი სტუდია, რასაც გამოუშვებდა დოქტორ დრეს, სადაც ექნებოდა მონაწილეობა მიღებული, ამას წილი მისდიოდა, მაგას გარდა Bone Thugs and Harmony აღმოაჩინა, რომელიც ხა ამის სიკვდილის მერე გამოვიდა პირველი ალბომი, მაგრამ ნუ მაშინვე ჩანდა, რომ ძალიან დიდი ჰიტი იქნებოდა. ეს ბამ 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 მელოდიური რაღაცნაირად რევოლუციური ახალი სიტყვა იყო ჰიპ-ჰოპში დღემდე არიან ხალხი მეგობრები მყავს ვინც ამბობენ რომ ეს საყვარელი ჯგუფი Bone Thugs and Harmony არის იმდენად რაღაცა ის იყო Give him all the love and gratitude, you know what I'm saying, he deserved, you know, for, you know, being real as he was. That's the band who put us on, you know what I'm saying? So as long as we out here doing what we doing, you're gonna always see Eazy-E, you know what I'm saying? Always. 1995 წლის 24 თებერვალს იზი საავადმყოფოში მივიდა, იმიტომ რომ ბევრს ახველებდა და იფიქრა ასთმა ხო არა მაქვსო, იკითხეს რომ ასთმა არა გაქვსო, შიცი გაქო და ერთ თვეში მოკვდა. შიცი საიდან დაემართა არავინ არ იცის, ანუ იყო უკიდურესად ქალთმოყვარე. როგორც ამბობენ, ანუ უამრავი შვილი ყავს 10 თუ რაღაცა მეტი და ნუ აი ძირითადად მაგით იყო დაკავებული, რომ ქალები, რა მომენტში ვინ გადასდო, არავინ არ იცის. თუმცა გავრცელებული მოარული ხმა არის, რომ შუგნაითმა მოახერხა რაღაცნაირად და შიცის შეჰყარა. ხმა გავრცელდა იმიტომ, რომ თვითონ შუგნაითი ლაპარაკობდა მაგაზე. ვითომ ხუმრობით, მაგრამ ნუ სწორედ იმიტომ, რომ ეგ ხმა გავრცელებული იყო. Technology is so high, right? Right. So if you shoot somebody, you go to jail forever. So the kids, you don't want to go to jail forever, right? Right. So they got this new thing out there. People sell them all the time. They got this stuff they get blood from somebody with AIDS, and then they shoot you with it. Oh, so that seems bad. That's a slow death. Yeah. An easy thing, you know what I mean? Yeah. Oh, no. Okay. იზის გასვენებაში მივიდა, რავი, 3000 ადამიანი, ოქროს კუბო ჰქონდათ გაკეთებული და რომ დაკრძალეს ჯინსი ჩააცვეს ეს ფლანელის პერანგი, რომელთაც იყო ცნობილი და თავზე კომპტონის ქუდი ეხურა. ჯგუფის ყოფილი წევრებიდან DJ Yella იყო მარტო იქ მისული. დანარჩენი მეტი არავინ არ ყოფილა. თუმცა ბოლოსკენ Ice Cube-თან ერთი კარგი საუბარი ჰქონდა, როგორც დოქტორ დრე ამბობს, რო კვდებოდა ის უკვე მივიდა და შერიგდნენ, სხვა იზის ხალხი ამბობს, რომ მოკლედ არ ვიცი, მისული იყო თუ არ იყო თუ რაღაც ეს ჩახუტება და მოდიწმება შევრიგდეთ, ეგ ბაზარი ალბათ არ ყოფილა. ზუსტად ქრონოლოგიურად არ გიყვებით, ეხლა დაახლოებით მიყვება, მაგრამ როცა დოქტორ დრემ და შუგნაითმა და კიდე ორი კაცი იყო იქ, დაარსეს ერთად Death Row Records, იზი ჯერ კიდე ცოცხალია, შეუდგნენ მუშაობას და ცოტა ხანში გამოვიდა დოქტორ დრეს ალბომი Chronic, რომელიც დღემდე მიიჩნევა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კარგი რაღაცა რაც ჰიპ-ჰოპში მომხდარა, იმიტომ რომ იყო ახალ დონეზე აყვანილი ახალი საუნდი შექმნა დოქტორ დრემ. G-Funk-ი დაარქვეს მაშინ, ანუ განგსტერების ფანკი. ფანკი იმიტომ რაც პარლამენტ ფანკადელიკის სემპლები ქონდა ხოლმე აღებული, მაგრამ ძალიან ბევრიც არა, ანუ სხვანაირად ქონდა მუსიკა გაკეთებული, ბრეიქბიტები ნაკლები იყო, სემპლები ნაკლები ქონდა აღებული, ან საერთოდ არ ქონდა, ან ერთი ან ორი იყო თვითონ სიმღერაში, რომელსაც მე კიდევ უფრო დახვეწა ეგ ტექნიკა, სემპლს რო იღებდა, აკვრევინებდა მუსიკოსებს სტუდიაში, აი მე იმას ამუშავებდა, მე ხმას ადებდა ხოლმე და მოკლედ ძალიან
ყურადღებით უდგებოდა ამ საუნდს, რომელიც მაშინვე ყველამ აღნიშნა, რომ ესო რაღაც სიგიჟეაო და არის ალბათ ერთ-ერთი პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელიც დღესაც რო უსმენ, ძალიან დაძველებულად არ გეჩვენება. კი, თავისი დროისია, რაც 90-იანების დასაწყისის საუნდი აქვს, მაგრამ რა ვიცი, დიზნაცი რო ჩართო ეხლა და Bitches and Shit და Nothing but a G thing, ჩვეულებრივად ისმინება მანქანაში, თანამედროვე ჟღერადობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ Dr. Dre რეპერი მაინდა-მაინც ანუ სოლო ალბომია, რეპერი არის, როგორ არა, თითო რეპავს, მაგრამ თავისი ტექსტი ან საერთოდ არასდროს არ დაუწერია, ან რაღაცა პატარა მონაწილეობა აქვს მიღებული. თვითონ რასაც რეპავს ხოლმე, ამ ალბომში მაინც არის Dios-ის დაწერილი აბსოლუტური უმეტესობა, ზოგი არის სხვების. მაგრამ განსხვავებით თქვა თანამედროვე რეპერებისგან Drake-ს ედავებოდნენ ხოლმე მაგას, რომ Ghostwriter-ები ყავსო და ის ამბობდა, რომ არა მყავსო და სხვები ამბობდნენ, რომ ყავს მათყუ არა. Dr. Dre-ს არავინ მაგას არ წამოაძახებს ხოლმე, იმიტომ რომ არ დებს თავს ტიპი, რომ რაღაცა ტექნიკურად რეპის ვირტუოზი არის. ტიპი არის, როგორც უკვე თავიდან თქვი, უფრო დირიჟორი, იმიტომ რომ აქაც ხა ზოგი ბიტი მაგისი გაკეთებულია, ზოგი სხვის გაკეთებულია, იმიტომ რომ Death Row-ს უკვე ფული აქვს, ზის აპარატურა არის, ხალხი ყავს გადასარევი. მაგრამ ამისი საქმეა რომ დაინახოს მთლიანად ალბომი და დაინახოს მთლიანად სიმღერა. და მიუხედავად იმისა, რომ Dr. Dre Chronic ქვია, ეს არის რეალურად უფრო, რა მომეხება, showcase-ი, წარმოჩენა იმ მთელი ხალხისა, ვინც Death Row-ზე არის შეკრებილი და პირველ რიგში თითქმის ყველა სიმღერაში არის Snoop Dogg-ი, რომელიც მაშინ არის ლაწირაკი, თინეიჯერი, ამან ესე ხელი მოკიდა, აიყვანა და თქვა, რომ ჩემ პირველ ალბომში ლამი Snoop Dogg-ის ალბომია. მაგრამ მარტო ის არ არის, Snoop Dogg-ს ყავს უამრავი ბიძაშვილი, რომელიც თქვათ კარგად არ ვიცი ხოლმე, რომელი მართლა ქაზინ არის და რომელი უბრალოდ ქაზ, იმიტომ რომ ეგრე მოიხსენიებს ხოლმე რა ვიღაცებს, მეგობრებს ქაზენ შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად ნათესავები არიან მაგისი ბიძაშვილ-მამიდაშვილები, Nate Dogg-ი და Dazzy და კიდე ვიღაცები, ანუ ბევრი ნათესავი ყავდა, რომელიც იყვნენ. ყველანი არიან ალბომში. მაგად გარდა არის, რავი, Warren G არის აქ, Jewelry არის, Lady of Rage, ანუ ბევრი ხალხი არის. თითო ვერსი ერთი გამოვა, მეორე თავს გამოიჩენს, მესამე იმღერებს. უდიდესი ჰიტი იყო, ანუ ძალიან წარმატებული იყო, ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა ჰიპ-ჰოპში და ამას გარდა ქონდა კარგი გამოხმაურება კრიტიკოსების მხრიდან. ანუ ყველა ამბობდა, რომ ძალიან მაგარი რაღაცაა ესო. This is one kick-ass motherfucking record. This is an intense record, and this is a beautiful record. და ამ ტიპს რაშიც ეთყობა, რომ ის არ არის, რომ მარტო მე უნდა ვიყო. Dre-სთან ერთად Snoop-ი გახდა სუპერვარსკვლავი, ისე რომ თავისი ალბომი ჯერ არ არის გამოსული. და ალბომი გამოვიდა მალევე რამდენიმე თვეში, ჯერ არ იყო მზად Dr. Dre-მ კიდე მჭირდება ეს რომ დავამთავრო, მაგრამ დანარჩენი პარტნიორები, ვინც იყვნენ ამ Death Row-ს ორგანიზაციას, ამბობენ რა უნდა დაამთავრო დროზე გამოვუშვით, კაცო, ყველა Snoop-ის ალბომს ელოდება. და Snoop-ის ალბომი რო გამოვიდა, კიდე უფრო წარმატებული იყო. The Chronic or Doggy Style? Wow, come on. That's two of the biggest those two albums probably two of the top 5 biggest albums of the ever. I had my hands on both of them. Yeah, that's rough. Ooh-wee. Let me think. Doggy Style. Wow. The Chronic. And this one says he must pick one. They put that. They put in parentheses. The Chronic. Oh, even though sonically Doggy Style's a much better record. And then I heard Doggy Style, I was like, oh my fucking God. When I heard Doggy Style, I was like, I never heard an album with a sound. Dr. Dre did the whole album. Yes. So that's when the creation of the sound of a whole album. ეხა საქართველოსთან მე ვიყავი მაშინ პატარა ბიჭი, მეტალისტი ბიჭი ვიყავი, არ უსმენდი ჰიპ-ჰოპს. პირველი აი რაღაცა, რაც აი შემოვიდა და ყველა უსმენდა იყო Snoop Doggy-ის, როგორც მაშინ ეთქვა, Doggy Style. შემგარშემო ხალხმა ჩართო და თქვა, რომ თქვენ ხო არ ხადაობთ, ეს არის ძალიან მაგარი და აი ეს მსოფლიო დონეზე განგსტარების გასვლა ალბათ Doggy Style არის. მანამ და Chronic-ი მერე მოვისმინე, მაგრამ გარშემო Chronic-ის კასეტა კი ქონდათ მერე, მაგრამ ჯერ Doggy Style-ი ქონდა, ჯერ This is for the G's and this is for the hustlers. This is for the hustlers, now back to the G's. Gin and Juice's სიმღერა მაგ
ალბომიდან დღემდე ანუ აი რა ტოპ 15 სიმღერა ყველა დროის ჰიპ-ჰოპის რო ჩამოწერო და იქ შეიყვანო Gin and Juice არავის არ გაუკვირდება იტყვნენ რომ ოკეი ბაზარი არის მან უნდა იყოს უდიდესი წარმატება როგორც კომერციული ისე კრიტიკოსების მხრიდან და ისე ორივე ალბომი არის ძალიან კონტროვერსიული, რაც არის იმ დროს კარგი. ანუ ხალხი გამოდის და რომ ამდენი ძალადობა, ამდენი სექსიზმი, ამდენი რაღაცა არ ამოგივიდა ტყელში, რას უშვებით ჩვენი უბნის ხალხს, ეს რას აკეთებთ, რატო არ წხვენთ თქვენს სახელს და რაც უფრო ეგამბავია, მაშინ ეგ არის მოდაში რაც ეგ არის კულტურის მამოძრავებელი ძალა. ამ დროს როგორც ამობენ, უამრავი ტიპი იყო, რომლებიც აი ისე პანკები გახდებოდნენ და ჰიპ-ჰოპის სმენა დაიწყეს, იმიტომ რომ აი იმ ენერგიას, მუსიკალურს კი არა, იმ რაღაცა ყვერებს და რაღაცას აქედან იღებდნენ უფრო. მეორე ნახევარი იქით გრანჟში წავედით კაცო, ეგ მარტო ესენი არ იყვნენ, მაგრამ ნუ ეგეც იყო რა. ამას რომ მოусმენდეს პაპსა არ იყო. შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ნუ უდაოდ იტყვი რომ ეს რაღაცა ხვდები ეს რატო შეიძლება მოგწონდეს და როგორ და რანაირად. თან ახლა ის არის რომ მარტო დრე და სნუპი არიან, დანარჩენი ხალხი ხო ჩამოთვალე Dog Pound-ის ალბომი გამოვიდა, რომელიც ტიპებს ძალიან მოწონდათ და ძალიანაც ის იყო წარმატებული. და მე შუგნაიტი ჩავიდა ნიუ-იორკის ციხეში, ხელი მოკიდა იმ წუთას ყველაზე უფრო ესეთ ახალგავარდნილ რეპერს ტუპაკს. ახალგავარდნილი არ იყო, მესამე ალბომი ჩაწერა ციხეში, პირველი ორის მერე ცნობილი იყო, მაგრამ მესამე იყო, როდესაც აფეთქდა მთელ ამერიკაში, გადაუხადა ფული, ციხეს წამოიყვანა. ტუპაკი სასამართლო ხარჯები დაფარა და თქვა, რომ აი ხა ჩვენი death row იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ძალა საერთოდ. ხო არ ხადაობთ. ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი პროდიუსერი, დოქტორ დრე, ყველაზე მაგარი რეპერი, ტუპაკი. აი ხლა დაიწყო ჩვენი აღზევებაო. თუმცა ამ დროს death row-ს დაცემა უკვე დაწყებული იყო. მოგეწონათ? არერთი ადამიანი იხსენებს, რომ Chronic როცა გამოვიდა ის დოქტორ დრეს ალბომი, შუგნაიტი შეიცვალა. მანამდე იყო უფრო რაღაცა მოდით ძმებო ერთად ვაკეთებთ საქმეს, აი ფული რო გამოჩნდა და შემოვიდა, გახდა ბოსი და მენეჯერი. და დაიწყო, აბა ხა მიდი საქმე გააკეთა, აი ეს ლაპარაკი. ფინანსური სიტუაცია death row-ში იყო სრულად გაუმჭვირვალე. ფული ყველას ჰქონდა, მაგრამ ყველას აძლევდა ფულს შუგნაიტი და ვის რამდენი ეკუთვნოდა რუდის და რაში კაციშვილმა არ იცოდა. ამას გარდა შუგნაიტი გახდა უფრო და უფრო ძალადობრივი ტიპი. ძალადობრივი ტიპი რას ნიშნავს, რომ ყვირილები იცოდა, როგორც ამბობენ, არის ლეგენდა ესეთი და რამდენიმე ადამიანი ადასტურებს, სპეციალური ოთახი ჰქონდა, წითელი ოთახი, სადაც ვიღაცებს შეათრევდა ჭკუის სასწავლებლად და ხან ცუდად დაელაპარაკებოდა, ხან ცემდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით დაიწყო აი ვიღაც კვლელებთან ურთიერთობა, ანუ მართლა მეებთან, ქუჩის კვლელებთან, რომელიც ამის დავალებებს ასრულებდნენ ხოლმე და არის ეჭვი რომ რამდენიმე მკვლელობა პირდაპირ შუგნაიტთან მოდის. და შუგნაიტი იქით იყოს მთელი ამათი ოფისი death row იყოს სავსე განგსტერებით. თან კონკრეტული სახის განგსტერებით. ესენი იყვნენ mob pyro, ბლადების ერთი კონკრეტული განყოფილება, რომელიც იყო ამათი დაცვაც, ამათი რა პლანი თუ იყო საყიდელი, მაგათ მოქონდათ კლუბში თუ მიდიოდნენ. ესენი მიყვებოდნენ, მაგრამ ეს ტიპები ვინც აქ იყვნენ, არ იყვნენ რაღაც რომ ой, ჩვენ დაცვა ვართ და გადაგეფარებით ბიჭებო. იყვნენ საზიზღარი ქუჩის ყაჩაღები, რომლებიც ჯერ ბლადს იყვნენ და მუსიკოსების უმეტესობა სნუპის სანათესაო ვინც არიან, ყველანი არიან Long Beach-დან არიან ქრიფები. ხა თვითონ სნუპი იხსენებს რომ თავიდანო პრობლემები არ იყო, იმიტომ რომ ხა მაინც რა უბნელი ბიჭები არიან და სადღაც კლუბში რომ მივდიოდით, ერთად მივდიოდით და დავმეგობრდით. და თან როგორც ჩანს შუგნაიტს კაცრად ყავდა ყველა გაფრთხილებული რომ ხა არტისტებს დავი დაანებეთ პატივისცემით ელაპარაკეთ. მაგრამ ამ death row-ში მარტო არტისტები არ არიან, იქ არის სავსე უამრავი ადამიანი, რომელიც არის ერთი რაღაც ამის პროდიუსერი, მეორე ხმის ინჟინერი, მესამე IT-შნიკი ვიღაცა ბუღალტერი მოდის და აქ ხა ესენი არიან ნერდები არიან, რომლებიც ხა მსგავსი ვითარების შესახებ მოუყოლია ერთ უფროს მეგობარს მეტეხში სასტუმროში, როცა იყვნენ მხედრიონელები, ანუ მაგათი
იყო რაღაც ხანი, თუ არ ვიცი ზუსტად ვისი იყო, მაგრამ სავსე იყო მხედრიანელებით. ეს ტიპი ყვებოდა რომ ამათ ნორმალურად დაელაპარაკებოდი, არაფერი რა, ტიპი მოდის რაღაცა თავისი ავტომატით აქ, შეიძლება ჯიგრულად დაგელაპარაკოს, შეიძლება გთხოვოს რომ ეს მომეცი ნომრის გასაღები უნდა გავიჩხირო და მე გაიჩხირო, შეიძლება დაარწიოს იქა და შენი ასაცმენდი იყოს, მაგრამ არა უშავს. მაგრამ თუ გამოგიჭირეს რომ ცოტა სუსტი ხარ და ქუჩის თავის ენაზე ვერ ელაპარაკებ, იწყებენ დაჭმორებას და იგი ვიღაც ტიპი არის იმის მატრიალებელი, რაღაც მუსიკის არ იცის იმან ქუჩის ენა, მოვიდა მუსიკოსია და რაღაცა ვისოკებს ასწორებს თუ რაღაცა იმას შვება და არაერთი ადამიანი ყვებოდა რომ ანუ არ ვჩევ. ძალიან უსიამოვნო იყო სამსახურში მისვლის მეშინოდა და მზარავდა, იმიტომ რომ შესასვლელში შედან ეს ტიპები ესე იყურებიან და არ არის კარგი. ნუ აი ისეთი პონტი იყო რა, რომ აი გარშემო გვაქვს ეს ატმოსფერო. რომელიც სულ თავიდან იყო, როგორც უკვე თქვი, ეპოქის სულისკვეთების შესაბამისად ასწორებდა გარედან რომ ნახე აი ნამდვილები აქ არიან შეკრებილები, მაგრამ ვიღაცეებისთვის და განსაკუთრებით დოქტორ დრესთვის იყო აი ძალიან შემაწუხებელი, აი ეს გაუთავებელი მოდი აქ ბიჭო. You could walk in the door and get your ass whooped at death row. You could be sitting down and waiting to see Suge. And somebody come in, hide a motherfucker, and they get their ass whooped. I mean, a lot of those guys that worked there was scared just to come to work. Dre was scared too. I mean, it was all those guys, you know, I look at their videos and all that shit, they was all scared. You know, can't none of them say they wasn't scared. ხოდა, ტუპაკი რო შევერთდა ამათ, ჯერთი ტუპაკმა და შუგნაიტმა ერთმანეთი გააგიჟეს, აი მენა ბრომანსი ქონდათ ბოლომდე და ერთმანეთში ცუდი თვისებები გამოავლინეს აი მაშინვე. ჯერეთი ის იყო რა ტუპაკი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო იმ წუთას როცა გამოვიდა, მაგრამ დანარჩენი ტიპები იქ ვინც დახვდნენ, ისინი ამბობდნენ რომ ჩვენც ახლა ძალის შეგვწევს ხადილისა, რაღაცა ცოტა ჩვენს დაგვიტოვა ეს ოხერი. მარტო ტუპაკი იყო ყურადღების ცენტრში. ტუპაკმა და დოქტორ დრემ თავიდანვე აი საერთოდ ვერ გაუგეს ერთმანეთს და მაგრა ვერ დაამოღამეს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ტიპები იყვნენ მუსიკალურად. ტუპაკი გამოვიდა ციხიდან, ეხლა მე მაწვება მუზები აწვებოდა, შევიდა სტუდიაში, აი ხანდახან ერთი ორი კვირა იქ იყო, ეწეოდა გაუთავებლად რაღაცა უზარმაზარ ჯოინტებს, სვამდა კონიაკს და წერდა დღე-დაღამე ვერსებს. ორ თვეში ჩაწერა ორმაგი ალბომი ტიპმა, ხანდახან აი ესე, ცო ჩაწერა რაღაცა, ეს მოვჭით, გადავედით შემდეგზე. ეხლა ჩავწერეთ ეს, გადავედით შემდეგზე. მაგის სიკვდილის მერე რომ ალბომები გამოდის ხოლმე უამრავი, მაგ დროს აქვს ჩაწერილი არ გაჩერებულა ტიპი, არასდროს იყო ვორკაჰოლიკი. ეს რო შედა რომ ორი თვე დოქტორ დრეს ხანდახან ჭირდებოდა ხოლმე, რომელიც პერფექციონისტია, აი ერთი ხმის დაყენება, რომ არა. ვისაც დოქტორ დრესთან უმუშავია, გვენ სტეფანი ატირა მე ერთხელ, იმიტომ რომ 20 ჯერ ჩააწერნა რაღაც და იმან აღარ შემილია, ანდრებიძე აღარ შემილია. ნუ მე იყო ესე გვენ სტეფანი ამ დროს არ ფიგურირებდა იქ, მაგრამ ნუ მაინც რა. და როცა გამოვიდა ტუპაკის ალბომი Death Row-ზე All Eyes on Me, წესით executive producer-ად, თავარ აღმასრულებელ პროდიუსერად მიიჩნევა დოქტორ დრე, რომელსაც არაფერი მაინდა-მაინც არ გაუკეთებია ამ ალბომში. ორი სიმღერა არის მაგის გაკეთებული, ერთი რომელიც თავიდან ვახსენეთ, California Love, რომელიც გონდა თავისთვის გაკეთებული. დოქტორ დრეს თავისი მეორე ალბომში უნდა შეეტანა California Love. და მე შუგნაიტმა უთხრა რომ მიეციო რა, კაი ტრეკიაო და ტუპაკიც ერთ გარეპავსო და გაასწორებსო და ამან უთხრა ოკეი, კაიო. იმიტომ რომ ახლა მიუხედავად რომ ხასიათში აცდენა ჰქონდათ, ახლა დაჯდები და ტუპაკს მოусმე როგორც რეპავს თუ ამ საქმის დამფასებელი ხარ, როგორც დოქტორ დრე იყო, მოკლედ მიხვდა რომ ეგრე აჯობებდა. მეორე ტრეკი ამ ალბომში Can't See Me. ასევე მანამდე ქონდა დოქტორ დრეს გაკეთებული და ან სნუპისთვის უნდა მიეცა, ან დოგ პაუნდისთვის, მაგრამ ნუ კაი, ეგეც ტუპაკს მიცა. არ არის ეს განსაკუთრებულად დიდი პრობლემა, მაგრამ დანარჩენი პრობლემა არის, რომ როგორც მუშაობენ ის, რომ ტუპაკი შედის სტუდიაში და იქიდან გამოძახებს, რომ ჯონი ჯეი გამიკეთე, ახლა ბიტი, რაღაცა აღმოსავლური ატმოსფეროთი, დავაი და ჯონი ჯეი დაждდება და გააკეთებს 1 საათში და ეს მე დააწერს ევიდან და დავაი, შემდეგზე გადავედით. დას, ახლა შენ გამიკეთე, ჯონი ჯეი და დას დილინჯერი არიან ორი მთავარი პროდიუსერები სიმღერების უმეტესობის, ძალიან მაგრები ორივენი, მაგრამ დოქტორ დრეს არის რომ რავი, მეც მკითხეთ რამე, ჩემი ლეიბლიც არის რამე რო იყოს, მაგრამ არავინ მაგას აღარ ეკითხება არაფერს. და არის რაღაცა ესე რომ მე twinda რომ რაღაცები გავაკეთო, მაგრამ ტუპაკი კი არ არის. მე ჩემთვის ძალიან ქადილისა. მეც ვიცი რაღაცები, ეგრე კი არის, ჩემი გაკეთებულია საერთოდ აქამდე რაც ყველაფერი.
მაგრამ კაი ეს პიროვნული შეუთავსებლობა იქით იყოს, მაგრამ თავარი ჭირი რაც მოიტანა ტუპაკმა იყო თავისი დაპირისპირება ნიუ-იორკთან. West Coast versus East Coast ბრძოლა, იმიტომ რომ ეს ციხიდან გამოვიდა გადაფსიხებული, რომ მე მყავს მტრები ყველგან და ეხლა ჩვენ ვართ ჩართული ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა. ვინ არის ჩემთან? ჩემო ერთგულნო, მომყევით ბრძოლა. იმათ შეუტიო და დანარჩენი ყველა გარდა შუგნაითისა, შუგნაითი ვერ იტანდა ფავდედის პირადად. არა იმიტომ რომ როგორც მე გაირკვა რაღაცების გამო, არამედ რომ არ ევასებოდა თვითონ მარტო თვითონ და ქონოდა კაი ლეიბლი და ოღონდ ის გაემწარებინა და ყველაფერს იზამდა. ტუპაკი იყო გამწარებული თავიდან ხო ფავთეტიზე, ნოტარიუს BIG-ზე, მაგრამ მე ყოველ ჯერზე ემეტებოდა სია, უზარმაზარი სია იყო. გადაკიდებული ხალხისა, მობდიფები იქ და ნასი და ვიღაცა ხალხი, რომლებიც დანარჩენებს ევასებოდა. დოქტორ დრე ხაზგასმულად ნასთან თანამშრომლობდა. მაშინ იმიტომ რომ ყველას ევასებოდა ნასი, ტუპაკსაც თვითონ. მაგრამ არა, იქ მტრები მყავს და მომყევით ჩემო ერთგულნო იმათ კადა თან თავისი ბიფი რაც ჰქონდა, დანარჩენი აქეთ ვინც იყვნენ, არავის გულთან ახლოს არ მიქონდა. ანუ არავინ არ იყო ჯერ ერთი ჩართული იმაში, შუგნაითის გარდა რომ ჩვენ დასავლეთის სანაპიროს სხვები ვარ და აღმოსავლეთის სხვები არიან, მუსიკოსები არიან ყველანი და მაგრამ თანამშრომლობა ერჩივნათ და განსაკუთრებული რაღაცა არ ქონიათ ეგ ამბავი. ეგ ქონდა ტუპაკს და თან ყველას თხოვდა ტუპაკი რომ ჩემი ერთგული უნდა იყო ახლა და Lady of Rage რო ვახსენე, მოვიდა და ახლა შენ უნდა ჩაწერო DC, შენ უნდა გადისო Lil Kim და Lady of Rage ზის და არ მინდა მიდი გამოაჩინე შენი რისხვა ქალო, ესე უბნება განრისხდი ახლა ბრძოლა Lil Kim საგინე და ესე უბნება რომ არ ვიცნობ იმ გოგოს და რატო ვაგინო, არაფერი ჩემთვის არ დაუშავებია. მიდის მე ეს Lady of Rage, რომელიც რამდენჯერმე ვახსენე და ალბათ არავინ არ იცით, გარდა ნიკა თუ მიყურებს იმანიც ის, იმიტომ რომ მე თვითონ მაგისგან ვიცი, ჩემი მეგობარი ნიკა, რომელმაც თავის დროზე მომასმენინა ესენი და არ ჩამოვდა რომ აი Lady of Rage მევასებავ, იმიტომ რომ Death Row-ს არტისტი იყო ძალიან საკაიფო ქალი, რომელიც Chronic-შიც არის, მე Murder of the Cage-ში, Snoop-თანაც არის მე მგონი, რომელსაც კაი ხანი არ აღირს ეს ალბომი და ბოლოში რაღაცნაირად ესე ჩაქრა და ერთ-ერთი რის გამოც ჩაიძირა გამოვიდა იყო ტუპაკის გამო. იმიტომ რომ ტუპაკი რომ მიდი ბრძოლა, ეხლა ეს ქალები გამიდისა და ეს მივიდა შუგნაითთან და უთხრა რომ ხვეწებიო თავი დამანებულსო არ მინდაო იმათი გადისვაო და შუგმა უთხრა რომ კაიო ან დაიკო რა სისულელია რაც არ გინდა არ გააკეთო. მესმისო შენ აღარ მოგთხოვსო მეტი არავისო, მაგრამ ალბომი მაინც არ ჩაუწერეს რაღაც ხნის განმავლობაში. დანარჩენები დოქტორ დრეს საერთოდ არ უნდა არაფერი. Snoopy და Dog Pound სუთავიდან რაღაცნაირად როცა დაპირისპირება დაიწყო აღმოჩნდნენ ეპიცენტრში შუგნაითის გვერდზე, მაგრამ მე მალევე ისე იყვნენ, ანუ აი არავისთან იქ არა გვაქვს პრობლემა და რატო უნდა ჩავერთოთ, ეს კაცი ეხა მოვიდა რამდენიმე თვეა ჩვენ ლეიბში, ჩვენი გაკეთებული ამბავია და ეხა ტვინს გვიტყნავს რომ წამოდი ერთად ჩხუბში წავიდეთ. ბოლოს Snoopy ამბობდა რომ აი მე შინოდაო ბოლოს შუგისო და ტუპაკისო, იმიტომ რომ რაღაც ინტერვიუში თქვა რომ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს East Coast-ის რეპერებთანო, ბევრთანო მეგობრობო და უკანა გზაზეო მოიცეთ თვითონ მოყვეს უკეთესი იქნება. Was asked how do I feel about Puffy and Big, and I was like I like them niggas, I want to do some music with them. And I just rubbed Cuz the wrong way, like nigga fuck them niggas tried to kill me. I wasn't into no controversy. I liked them niggas' music. They was our friends. We was all friends at one point. This video footage of all of us hanging out. Pac, Biggie, Puff, Suge, all of us together prior to Death Row. So when I get on the plane after they say my security came wrong, Pac right here, another nigga right here. So I walk on. Niggas don't say nothing to me. So I sit down and I'm like, they still don't say nothing to me. Now we finna take off. I'm like, all right, I see what's finna happen. I've been around these niggas, I know how they get down. I grab me a knife and a fork, get my blanket, put my blanket over my eyes to like they right up under here. 5.5 hours like this. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა Death Row-ს შეექმნა თავის პარტნიორებთან ურთიერთობაში. რაშია საქმე, რომ იქაურობა რომ ფუთფუთებს, განგსტერებით არის სავსე, ბლადები არიან ყველგან. ერთი მხრივ ხიბლავს ამერიკას, რომ ნახე ნამდვილები იქ არიან, ცოტა სკანდალს იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ კომერციულად მომგებიანია ეგ ამბავი.
მაგრამ თანახ ძალიან ბევრია სკანდალიც, ცოტა არ იყოს თავის ტკივილია პარტნიორებისთვის და პირველ რიგში ინტერსკოუპისთვის. ეხა ორი სიტყვით მაგასაც აგიხსნით რა ხან ამდენი ხანია მისმენთ და ერთად ავართ ინტერსკოუპი იყო Death Row-ს თავარი პარტნიორი. Death Row ხმისჩამწერი სტუდია და ამისი საქმეა რომ მოიძიოს მუსიკოსი ჩაწეროს ალბომი და მოკლედ ალბომი როცა არის ჩაწერილი მე არის კიდე უამრავი საქმე რაც არის გასაკეთებელი. ანუ ეს ალბომი უნდა დაიბეჭდოს, უნდა ფიზიკურად მიიტანონ მთელს ამერიკაში და მერე მთელს მსოფლიოში დისკები, კასეტები, რადიოებთან ურთიერთობა, ვინ სიმღერა, როდის სად გაუშვა, პოსტერების დაბეჭდვა, აქ დისკები, რატო კიდევ იქით დადე დისკები. ამ ყველაფერს აკეთებს ინტერსკოუპი, რომელიც არის დიდი კომპანია, მთელს ამერიკაში და მერე მსოფლიოში წავს პარტნიორები და ფული აქ ინტერსკოუპს, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ესენ რომ ალბომს ჩაწერენ, მერე ის ქეში ხო გჭირდება, რომ გაიყიდება ფულს იღებს ინტერსკოუპი, წილს იტოვებს და დარჩენს ამათ აძლევს, მაგრამ ნუ მაგად გარეშე შეუძლებელი იქნებოდა Death Row-ს ფუნქციონირება და გარდა მიდიმოდისა ინტერსკოუპის საქმეა, რომ ფულს გამოვიდეს, როცა ამათ სასამართლოში აქვს საქმე და სასამართლოში საქმე ჰქონდათ სულ. შუგნაითი რო ჩავიდა და ტუპაკი ჩამოიყვანა ნიუ-იორკიდან. ეს თვითონ მე მოვაგვარეო ამბობდა და მართლა მაგან მოვაგვარა, მაგრამ ფულს ინტერსკოუპი გამოვიდა. Snoop Dogg-ს 2 წელი სასამართლოში ჰქონდა საქმე. კაცის კლას ედავებოდნენ და ინტერსკოუპმა დაუქირავა ჯონი კოქრენი, ანუ ალბათ ყველაზე ცნობილი ამერიკელი ადვოკატი, საერთოდ სხვის სახელგვარი არ ვიცი, მე მაგისი ვიცი, O.J. Simpson-ის ადვოკატი იყო. გაამართლეს ბოლოს Snoop-ი, მაგრამ ნუ ეგეც მილიონები დაჯდა. და ესეთი აი ბევრი რაღაცა ემატებოდა, რომლის დროსაც ინტერსკოუპი ფიქრობს, რომ კი ძალიან მაგარია Death Row-სთან ურთიერთობა, ფული ვიშოვეთ, კულტურულად რელევანტურები ვართ, ყველაფერი, მაგრამ ნუ აი ცოტა ყელში ხო არ ამოდის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ უამრავი ეგეთი პატარა რაღაცა იყო. ერთი აი ჩემი საყვარელი ისტორიაა, რომ Nate Dogg-ი ვახსენე რამდენჯერმე. ზოგმა იცით ვინ არის და ზოგს შეიძლება გეგონოთ, რომ არ იცით. ყველამ იცით Warren G Regulate featuring Nate Dogg. It was a clear black night, clear white moon. Warren G was on the street, tried the costume. Baker. ეგა. Nate Dogg იყო მაგარი ტიპი, იმ ხრივ რომ იყო ალბათ პირველი თუ ერთ-ერთი პირველი კი არა, საერთოდ სუპირველი იყო, ესეთი ნაზი ხმით მომღერალი ჰუქების ტიპი, რომელიც ამავე დროს თავსდებდა განგსტერობაზე და იმაზე ყველაზე უსიამოვნო ტიპი იყო. არ არის ცოცხალი. ის იყო რა, მძიმე კაცი იყო. თან ნაზად მღეროდა და თან ხელის დარტყმაც კარგად იცოდა და დაძაბვა და ბაზარი და რაღაცა სულ ყველაფერი. ხო და ეს Regulate სიმღერა, რომელიც სულ ყველამ იცით, ახალი გამოსული იყო, როდესაც Nate Dogg-ს ბრალი დასდეს და სასამართლოში ჰქონდა საქმე, რომ გაძარცვა Taco Bell-ი, ამერიკული სწრაფი კვების ქსელის ერთ-ერთი ობიექტი. და კომპანიური ლეგენდის თანახმად, როცა პოლიცია მივიდა, მოლარემ თუ ვინც იყო, იქ გამოიძახა პოლიცია, რომ გამძარცვესო და რომ მივიდნენ, კითხეს, რომ შეგიძლიათ აღწეროთ, ვინ იყო თავდასხმელი და იმან ახედა და თქვა, რა გითხეთ, Nate Dogg-ი იყო. სასამართლოში გაამართლეს ბოლოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მის წინააღმდეგ რაც იყო, მოლარის ჩვენება იყო და ბოლოში იმან თქვა, რომ აი, ვინ ძლო შემეშალა, იქნება არ იყო ეს Nate Dogg-ი და უცებ რაღაცა. აბსოლუტურად სულ ყველას Death Row-ში და ეჭვიარებარებოდა, რომ მართლა გაძარცვა და კაცმა არ იცის რატო, იმიტომ რომ ჯიბეში დო $15,000 ჩეკი Death Row-ს გამოწერილი ტიპი იყო, სუპერ ვარსკვლავი. შუგნაითი ამბობდა, რომ ერთი Taco Bell-ი არ გაუძარცვასო, 3 გაძარცვაო და დანარჩენი 2 მე ჩავფარცხეო და სხვებიც ახლა იმ დროს რო ახსენებენ, აი ესე ამბობენ, რომ ეჭვიარებარებათ, რომ მართლა ხნა, აი თქვათ ეს. He robbed a Taco Bell. Nate Dogg robbed a Taco Bell. With $15,000 check in his pocket from Death Row. But you never read about it. You never heard about it, right? And everybody, I mean, we were just messing up like me. I won't even tell you what I was. Yeah, they saved me from doing 3 months, 4 months. For doing what? Well, I didn't know you couldn't get in a taxi cab with a gun in your purse. Okay. I mean, in the back of a cop car. I got out of the taxi, and then I got in the cop car because they were going to take me through the gate. But I didn't know that they search you. ეხლა დედას გაფიცებთ ხო გაგიშთეთ შეკითხვა, რომ ეს ქალი ვინ არის და ამ ხმით რატო ლაპარაკობს. ჩვენი შემდეგი მონაკვეთის გმირია მიშელ ლეი, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ, როცა იზი დააშინა შუბნაითმა და
წამოიყვანა დოქტორ დრე, დიოსი და მიშელეი. ეს არის მიშელეი. ქალი, რომლის გამოც საბოლოოდ წამოვიდა დრე Death Row-დან, არა, რომლის გამოც ძალიან არასწორია. აი ხა მოდიყვებით უკან. მიშელეის იმ ფილმში Straight Outta Compton ვერსადვერ შეხვდებით. არადა ცნობილი ტიპი იყო და საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც თამაშობდა. იმდენად ნერვები მოეშალა თვითონ საერთოდ ამოწერილი იყო მაგ ისტორიიდან, რომ საკუთარ თავზე გადააღებინა ფილმი, სატელევიზიო ფილმი, მაგრამ მაინც Surviving Compton ქვია, გადაურჩე კომპტონს, ეხლა აგიხსნით. რატომ? ჯერ მოგიყვებით ვინ არის. ანუ არის ლოს-ანჯელესელი გოგო, კომპტონიდან არ არის, South Central LA-დან არის, მაგრამ ნუ ასევეც გეტოში, იმაში გაზრდილი, უბანში, და როგორც თვითონ ყვება, ნუ იცოდა, რომ აქედან თუ გინდა რომ გამოაღწიო, რაღაცა უნდა ქნა და სიმღერით ვაპირებდი, რომ გამომეღწიაო. და შემთხვევით გაუჩნდა შანსი. ჯერ კიდევ NWA-მდე დოქტორ დრე სხვა ჯგუფში იყო, პროდიუსერი, იქ სიმღერას წერდნენ და ჰუკზე ვისაც უნდა ემღერა, არ მოვიდა და მიშელეი იყო იქა და მეთქო რომ მე ვიმღერებო და აი ამ ფილმში სატელევიზიოში თქო რომ ახსენე ეს ისტორია ესე არის გადამოცემული. Michel'le. What? Oh, that's my name. Man, you kidding me? This chick sound like Minnie Mouse. Hey, ease up. Give her a chance. You say you love me, and I think that is true. But every night my girlfriend tells me I should watch you. Is that okay? Hell yeah. მაგის ძირითადი ხიბლი მწუთას იყო ეს, რომ ძალიან ეფექტიანი იყო, რომ ლაპარაკობდა ამ ხმით და მღეროდა იმ ხმით. უცნაური იყო. ამ ხმით რატო ლაპარაკობს, რავი, რა გითხრათ, 7 წლისა იყო, როცა პირველად ამოიღო ხმა, მანამდე ჩუმად იყო. და ნუ ამ ხმით დაიწყო ლაპარაკი და მთელი ვიდეოებია YouTube-ზე, სადაც ახსნილია, რომ აი აქედან რაც ხორხის რაიმიდან ამოსდის ხმა, ლაპარაკის დროს, საიდან ამოსდის ხმა, სიმღერის დროს, ეგეთი ტიპია რა. შემდეგ დაიწყო მაგისი სასიმღერო კარიერა, იყო დოქტორ დრეს პროტეჟე, პირველი ალბომი დოქტორ დრემ ჩააწერინა და ამ Easy-ისთან რო იყვნენ, ჯერ კიდევ მაგ დროს გამოვიდა და საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა 500,000 იმ დროისთვის, ეხა ის არ იყო რომ სუპერვარსკვლავი გახდა, მაგრამ ასევე ცუდი არ იყო. ამის პარალელურად ამას და დოქტორ დრეს განაცვალე ჰქონდათ ლოგინი. ერთად იყვნენ, არ ვიცი რა ქვია მაგათ ურთიერთობას, 9 წელი იყვნენ ერთად, აქედან 6 წელი იყო დანიშნული. მიშელეი, ანუ ბეჭდით დადიოდა, რომ ცოლად მომიყვანს დოქტორ დრეო, ბოლოს სპოილერ არ მოიყვანა. და ამ 9 წლის ძალიან დიდი ნაწილი, როგორც თვითონ მიშელეი ყვება, იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. საკმაოდ. ძიმესი ცემდა დოქტორ დრე. ხო, არ ვიცი, სუთავიდან დასაწყისში მიაქცია თუ არა ყურადღება, ეს ეშმაკურად გითხარით, რომ კაცების ცემით არ იყო მეთქი დოქტორ დრე, ცნობილი. თუ რაღაცა ცოტა მაინც ისტორიები იცით იმ დროის შესახებ, გეცოდინებათ, რომ დოქტორ დრეს ნაცემი ყავს ჟურნალისტი ქალი დი ბარნსი. ეს ამბები ხდება NWA-დან Ice Cube რო წამოვიდა და დანარჩენები რო დარჩნენ და ერთმანეთს რო ერჩიან და აგინებენ მაგ დროს. როგორც იქ მყოფი რამდენიმე ადამიანი იხსენებს, მთვალი იყო დრე და როცა ეს გოგო დაინახა, თმები თითრია, კედელზე არტყმევინა თავი, მერე კიბეებზე სცადა რომ დაეგორებინა, ის დაუსხლტა რაღაცნაირად, შევარდა ქალების ტუალეტში, ეს შეყვა და კიდე წიხლები ურტყა და გარშემო დაცვა სხვებს აჩერებდა, რომ არ ჩარეულიყვნენ. რატო ქნა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ეს დი ბარნსი იყო წამყვანი ჰიპ-ჰოპზე გადაცემისა, სადაც იყო ინტერვიუ NWA-სთან და პარალელურად ჩაწერეს ინტერვიუ Ice Cube-თან. და რაღაცნაირად მე ისე იყო დამონტაჟებული, რომ ესენი რაღაცას ლაპარაკობენ და შუაში Ice Cube ამათ დასცინის და რაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს. რას გიყვებით? აი ეს კლიპი არის ვთქვათ მაგ გადაცემიდან. Ice Cube won't pump it up. I got all suckers 100 miles and running. Like to give a shout out to the DOC. Y'all can't play. It's the D, always in the middle of controversy right here on Pump It Up. სპეციალურად ჯერ ამბავს ყვებოდი და მე ეს გაჩვენეთ, რომ მე თვითონ ვიცოდი ეს, ანუ Eminem's რო უსმენდი, Slap the Bars მახსოვდა, რომ დაინახავ, ანუ what the fuck? რაღაცა საყვარელი გოგო რაღაცა ესე დგას და თან თვითონ არც არაფერი არ უქნია, ანუ არც ის გადაცემა დამონტაჟებია, არც არაფერი არ თქონს და ამ ამბავს რომ ისმენ მე დეტალებს უყურებ, ხვდები რომ რეალურად ახლა ალბათ Ice Cube-ის ცემა უნდა და
მაგრამ Ice Cube არ შეხვდა და დათვრა და ესცემა. ასე ხშირად ხვდებოდა ხოლმე და მიდიოდა და მიშელეის ურტყამდა. ასევე რომ იცოდეთ, რომ ეს და მიშელეი რო დაწყვილდნენ, ლოგინი რო ქონდათ, დოქტორ დრეს ყავდა უკვე 5 შვილი. ანუ იზისა არ იყოს, ამანაც ადრე დაიწყო სექსუალური მოღვაწეობა, 16-ის იყო პირველი შვილი რო გაუჩნდა და 25-ის იყო როცა მიშელეისთან დაწყვილდნენ. თან შუაში მოასწრო და 5 შვილი ყავდა და ესენი რო დანაშდნენ მე-6-ზე იყო, ვიღაც ხალი 2 სულად კიდე. მე-7 და მიშელეიმ გაუჩინა. და მოკლედ ესე იყვნენ რა ეს ხანდახან იტანდა ცემას, ხან იმას შვებოდა, როგორც თვითონ ამბობს, მე რაღაც ადიქცია განუვითარდა ამ ყველაფრის ნიადაგზე და რაღაც მომენტში იყო რეჰაბში, ეხლა უკვე death row-ს დრო არის და როცა გამოვიდა რეჰაბიდან აღმოაჩინა რომ დოქტორის ცოლი მოუყვანია. ისე რომ ამას ჯერ კიდე გონია რომ დანიშნულია. და მე გათხოვდა თვითონაც მიშელეი ისიც ვის გაყვა შუგნაიტს. ანუ ეხლა ნახე მიშელე ესე ყვება რომ ეს შუგნაიტი რომ ხედავდაო რომ რა დღეში ვიყავიო, რაცა ყურადღება გამოიჩინა შენს მიმართ იქ რომ საჩუქრებს მეკეთებდაო, მივლიდაო და როცა იმან უკვე ცოლი მოიყვანაო, მერეო დავნაშდითო. გარშემო არავის მაგისი არ ჯერა. ანუ აბსოლუტურად სულ ყველა დარწმუნებულია რომ შუგნაიტმა ამასთან სექსუალური ურთიერთობა გააბა, ლოგინი ჰქონდათ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ითვლებოდა, რომ მიშელეი და დოქტორ დრე ერთად არიან. რატო? იმიტომ, რომ ეგრე იცის ჯაყომა. შუგნაიტს ფაფდედის girlfriend-თანაც ჰქონდა სექსი. და ამ შემთხვევაშიც, მოკლედ, მთელი ამბავი იყო, რომ ეხლა მე და მიშელეი ვარ ერთად და დოქტორ დრე შენ რა გინდა, შენ უკვე ცოლი გყავს, ეს გოგო მე უნდა მყავდეს. ეხლა ფიქრობთ, რომ შუგნაიტი თუ არცემდა მიშელეს კი, მაგრამ ნაკლებად. უფრო იშვიათად, თუმცა ასევე აშენებდა ხოლმე შუგნაიტსაც გაუჩინა შვილი მიშელეიმ, ანუ 2 შვილი ყავს მიშელეის, ერთი არის დოქტორ დრეს შვილი და მეორე შუგნაიტის შვილი. რაღაცა რამდენიმე წლის შემდეგ ხა გადავახტები, მაგრამ მე შუგნაიტი ციხეში იყო, ძირითადად ეგრე ქონდათ ურთიერთობა, ციხეში იყო შუგნაიტი, როცა ესენი დაქორწინდნენ და მე რაღაც ხნის მერე მიშელემ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება და აღმოაჩინა რომ ვერ განქორწინდებოდა, იმიტომ რომ შუგნაიტი წინაცოლს თულმე არც გაშორებია მაინდა-მაინც არ ქონდა ხელი გაწერილი ბოლომდე და ამიტომ რაღაცა მისი ვითარება იყო გაუგებარი. დღეს არაუშავს რა არის მიშელეი. ბავშვებს ზრდის, ერთი იანგი არის გვარად და მეორე ნაითი არის, ანუ დოქტორ დრესი და შუგნაიტის ბიჭი და გოგო ერთმანეთთან კაი ურთიერთობა აქვთ. მაგრამ ხო, ეგ ამბავი იყო, რამაც საბოლოოდ ალბათ გადააწყვეტინა დოქტორ დრეს წამოსვლა იქიდან, იმიტომ რომ იქ ეჯჯემეოდა თავზე, ერთი ალბომი ჩაწერეს, მაგას არაფერი არ კითხეს და მერე შუგნაიტმა ადგა და მისი girlfriend-ი გაჟიმა. I never got cheated on because I always had somebody else bitch, somebody else wife, somebody else baby mama. So if you see me with somebody, they wasn't mine. I was born them for the time. ეს აჩვენებდა დოქტორ დრეს, რომ აი მე ესა ვარ და შენ ესა ხარ. ჩვენ ვითომ პარტნიორები ვართ, მაგრამ ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა. ხო, დოქტორ დრემაც ადგა და თქვა, რომ მე აქედან წავედიო. ხო არის მან კონტრაქტები და მთელი ამბები. აი დოქტორთან თქვა, რომ არა პარტნიორი არა ვარ, არაფერი, აი მოვდივარო ჩემითო და ცავიდან ვიწყებს უყოლაფერსო, რაც თქვენია, თქვენი იყოსო, ჩემი მასტერსიო ჩაწერილი რაღაცები, death row-ს უტოვებ ყველაფერსო და წავედი მე ცალკე აღარ შემიძლია. დრე რო წამოვიდა, ნუ აი ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც death row-სგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. არა და სუთავიდან არ ეტყობოდა. ნუ მალევე გამოვიდა დრეს წამოსვლის მერე Tobak Shakuris ალბომი All Eyes on Me, რომელიც არის, რავი, ყველა გაგებით ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელიც ოდესმე გამოსულა, აი გინდა East Coast-ისკენ იყავი, გინდა West Coast-ისკენ, ნუ ეგრე არის, სიგიჟე არის თავიდან ბოლომდე, მაგრამ ნუ ეგ იყო და ეგ. მაგის მერე 4 თვეში Tobak Shakuri მოკლეს, შუგნაიტს მოუწია რომ ციხეში წასულიყო და მთელი ის პრობლემები რაც აქამდე 20 წუთის განმავლობაში ყვებოდი ერთბაშად დაეყარა თავზე. პარტნიორები დაშორდნენ, ინტერსკოპმა თქვა, აღარ მინდა death row-სთანო, იქ ვინც იყვნენ, სნუპმა თქვა, მეც აღარ მინდაო წავედიო თავი დამანებეთო.
აღარავის აღარაფერი აღარ უნდოდა და დარჩა რამდენიმე არტისტი, რომლებიც ესე იყვნენ შუგით ციხიდან მართავდა ვითარებას, მაგრამ დატოვებული ყავდა მიშელ ლეიკა თავის საქმეების მომგვარებლად, რომელიც ეს მიშელ ლეიკა ველას სულდა, იმიტომ რომ აი ხვდები რატომაც რომ ტიპები არიან ვიღაც თქვა დენი ბოი არის ეგეთი ტიპი, რომელსაც ყოველთვის შუგი აძლევდა რაღაც ფულს. მე ეს მიშელ ლეი მოვიდა და ეუბნება თანამხმით, რომ აღარ მოგწევ ფულს, აღარ გეკუთვნის და ესე გაგიჟებულია, რომ რატო არ მაძლევს ეს ქალი, ვინ მოეთრა ეს შმაკი არის ფაქტობრივად. Super bitch. Super bitch. Like the devil. I don't know if God is a man or a woman, but I definitely know that bitch is the devil. Why so? She destroyed lives. And I don't know what she did to nobody else, but I know what she did to me. სავარაუდოდ შუგმა უთხრა რომ აღარ მიცე მაგას ფულიო, მაგრამ ნუ ეს დადის იქ უფროსობს თავისი მინიმაუსის ხმით, სხვა ვიღაც განგსტერების ხედან და ვაიმე ჩვენი პატრონი ციხეშია და რა გვეშველება და რაღაც ხანი კიდე აი იყო დესრო იმის ხარჯზე რომ ქონდა ძველი ჩანაწერები და იმას გამოსცემდა ხოლმე, მაგრამ აი ეს რაღაც კულტურული გავლენა და რაღაცა ნუ აღარ ქონია და მას მერე აღარ აქვს. ამასობაში დოქტორ დრე კი წამოვიდა, მაგრამ პირველი რაღაც ხნის განმავლობაში, წელიწადნახევრის განმავლობაში, რო იცოდეთ, არც მაგას მისდიოდა კარგად საქმე. ანუ დაარსა თავისი ლეიბლი, Aftermath, რომელიც აი ნახე ახლა რა გავაკეთო და რაღაც ხანი ვერაფერსაც ვერ აკეთებდა. ერთი ჰიტი ქონდა Blackstreet-ის No Diggity, No Doubt, Get Down, Get კაი სიმღერა არის, ანუ სოფლიო ჰიტი იყო, ყველა მიცოდა, მაგრამ იყო რაღაც soul rap რაღაცნაირი აფსა იმათივე გაგებით, ანუ ცხონებული ტუპაკი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ მაგაზე დაცინოდა, რომ No Diggity, No Doubt, Dre, მაგისტრის წახვედი აქედან, სად არის შენი განგსტერობა, ბიჭო. ამან სადარო აი Aftermath-ის ნახე, იმას გაუშვებ ახლა, რომ რისი გაკეთება შეგვიძლია და ეს პირველი ალბომი რაც გამოვიდა, ჩავარდა. შემდეგ ქონდა რაღაცნაირი სუპერ ჯგუფი, სადაც თვითონ იყო ნასი, იყო KRS-One იყო, ანუ სერიოზული ხალხი იყო, მაგრამ მაინც არ ივარგა, არც კომერციულად და არც არავის არ მოეწონა და გაჩნდა კითხვის ნიშნები ამ დოქტორ დრეს იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავაც დრე არის თუ არა, is he still Dre or not? დაავიწყდა ხალხს დრეს შესახებ. მაგრამ მერე Hi, my name is What? My name is Who said everybody? დოქტორ დრეს აღმოჩენა, ნუ დოქტორ დრეს და ჯიმი აიოვინის ინტერსკოპის უფროსის, რომელიც ემინემია ხართ მინდა. აგიხსნათ ვინ არის და როგორ. შემდეგ გამოვიდა დოქტორ დრეს ალბომი Chronic 2001, რომელსაც უბრალოდ 2001-ად მოიხსენიებენ ხოლმე და ეს არის ალბომი, რომელიც დღესაც ყოველ დღე შეგიძლიათ მოისმინოთ. უკდავი აბსოლუტური კლასიკა. შეიძლება იცოდეთ, მან დრეს ვერსიაც არის, დრესაც ბაზრობს, არის Jay-Z-ის დაწერილი. მანამდე სხვამ დაწერა და მე Snoop იხსენებს, რომ არ ვარ გოდაო და Jay-Z-ის დაურეკეთ, ჩამოვაფრინეთო და იმას დავაწერინეთო. დანარჩენი დრეს ტექსტი Eminem-ის დაწერილია იქ. ანუ კიდევ ერთხელ რაღაცა საიდუმლო ინფორმაცია რაღაცა კი არ არის, აწერია იქ ვისი რა დაწერილია ალბომის ბოლოში და არც მალავენ და არც არაფერი. დრე არ დებს თავს, რომ რეპერია მაინდა-მაინც. თავს დებს, რომ არის დრე. ტიპი, რომელმაც აღმოაჩინა ჯერ Snoopy, ჯერ Snoopy კი არა, ჯერ NWA აკეთა, მერე Snoopy აკეთა, მერე Eminem-ი გაჩითა, რომელიც უკვე ანუ ნიშნავდა, რომ ოკეი, დრე დაბრუნდა, მერე თავისი ალბომი გააკეთა, რომელიც დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია, მერე 50 Cent-ი, მერე Game-ი, Kendrick Lamar-ი. აქედან ხა ყველა ის კი არ იყო, რომ მაინც დრემ აღმოაჩინა. Kendrick Lamar-ი underground-ში უკვე რაღაც სენსაცია იყო და Section 8-ი გამოსული იყო, მაგრამ დრემ როცა ხელი მოკიდა, მე სხვა დონეზე ავიდა საერთოდ. Anderson Paak-ზე და ვიღაცებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მოკლედ, კიდე იყო ხალხი, ვინც აი დრეს პროტეჟე იყო, მაგრამ მაინც არ გამოვიდეთ, მაგრამ დრეს მიეწერება, წარმატება Snoop Dogg-ის, Eminem-ის, Kendrick Lamar-ის, 50 Cent-ის. What? არავის არ აქვს აი ეგეთი სივი, როგორც დრეს აქვს. ინტერსკოპი რო ვახსენე რამდენჯერმე და ჯიმი აიოვინი, ამ ჯიმის ერთად ქონდა შექმნილი
ისე ვითომ არის Beats by Dre სოფლიო ბრენდი იყო ყურსასმენების, რომელიც მე Apple-მა იყიდა $3 მილიარდად. მოკლედ, Dre არის ჩემი აზრით უნიშნელოვანესი ფიგურა ჰიპ-ჰოპში. ანუ ისე კი არ ვთქვი, რომ უნიშნელოვანესი ცხადია რო არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არავის მაგდენი არ აქვს გაკეთებული ერთ ადამიანს ჰიპ-ჰოპისთვის, როგორც Dr. Dre-ს. ერთხელ შეიძლება თქვენი სხვა ის გქონდეთ, მაგრამ მაინც საკამათოს არაფერს არ ვამბობ. Dre რო არ ყოფილიყო ჰიპ-ჰოპი მაინც მიაღწევდა იმ სიმაღლეებს, რასაც მიაღწია, მაგრამ საერთოდ სხვანაირი იქნებოდა. Dr. Dre არის ტიპი, რომელიც ხელის ატყვია ის საერთოდ სულ ყველაფერს დღეს, რაც ჰიპ-ჰოპში არის. ფული იშოვა უამრავი. არის ფაქტობრივად მილიარდერი, როგორც ვნახე, ანუ $1 მილიარდი არ ერიცხება, მაგრამ ნუ თქვათ რა 920 მილიონი შეიძლება გქონდეს რაღაც აგეთი, ანუ de facto მილიარდერია და 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული არის უკიდურესად ჩაკეტილი ტიპი, მაგისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის და არის ნუ ცოცხალი ლეგენდა, ტიპი, რომელმაც შექმნა ჰიპ-ჰოპი, ანუ მაგას არ შეუქმნია, მაგრამ თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ძალიან დიდი ნაწილი ყველაფერს მაგისი თითები არტყვია. შუგნაიტი რა შევოდა ამასობაში? უცნაური კაცი იყო მაგხრივ, მაგრამ არ შეეშვა თავის ამ ავკაცობას და არ შეეშვა Dr. Dre-ს. ანუ აი ვერ აიტანა ამისი ვერაფერი და ყოველ ნაბიჯზე ცდილობდა რომ აი რაღაცა ჩაეჯვა მაგისთვის. Chronic 2001 ქვია მეთქი ალბომს და 2001-ად არის მოხსენიებული, ყველა მიცოდა რომ Dr. Dre-ს შემდეგი ალბომის სახელი უნდა ყოფილიყო Chronic 2000. ეგრე ქონდა ჩაფიქრებული. რატო არ ქვია სახელი? იმიტომ რომ Suge Knight-მა მანამდე გამოუშვა Death Row-ს ალბომი Chronic 2000. რო აი ამისთვის გაეფუჭებინა. I know when Dre came and had a conversation with me, he said, look, I want something more than anything in, possibly more than anything in the world. And I said, what's that? And he said he wanted to be white. I said, well, look, I ain't God. I can't make you white. I'm a manager and all things. I mean, you can make enough money and you can act white and you can live white, but I can't make you white. ეს Beats by Dre რო იყიდა Apple-მა, Suge Knight მიდიოდა და ადრაგებდა რომ მეო მეკუთვნის ვაკედა რაღაც წილიო, იმიტომ რომ 96 წელს მეო შეთანხმება მაგ დადებულიო რომ ისო მაგისი მენეჯერად ვრჩები მთელი ცხოვრება Dr. Dre-სიო და იქიდან რაღაც არ ეკუთვნოდა ცხადია. 2004 წელს ეგეთი ის იყო რომ Dr. Dre-ს აძლევდნენ Vibe-ის Lifetime Achievement Awards. რაღაცა რომ ნახე ამდენი აქვს რაღაც გაკეთებული ამ ტიპს. და მაგ დროს უკვე არ ჩდებოდა ხოლმე მაინდა-მაინც ხალხში და რომ გამოეტყუებინათ რომ ეთქვათ რომ აი რა Dr. Dre არის ჩვენთან დარბაზში, Quincy Jones და Snoop Dogg-ს უნდა გადაეცათ მისთვის ეს ჯილდო. და ნუ მთელი ამბავი იყო რა Quincy Jones აღმერთებდა Dr. Dre, Snoop Dogg-ი მაგისი პროტეჟე იყო და ნუ მივიდა რაც ოჯახთან ერთად. დაждდა და We came here tonight to honor somebody that I love and I respect most props to. Dr. Dre. და როდესაც მოანათეს პროჟექტორი პრიზი გადაეცემა Dr. Dre-ს, ვიღაც ტიპი ადგა და ამას ხელი გაარტყა და ცემა დაუწყო Dr. Dre-ს. ქაოსი, უბედურება, ჩხუბი დაიწყო და თუ G-Unit იცით, Young Buck იყო ერთ-ერთი რეპერი G-Unit-ის წევრი, რომელმაც აიღო და ჩანგალი ჩასხო თავდამსხმელს გულმკერდში. ანუ არ მომკვდა რა ისა, მაგრამ მე ამის გამო რაღაც პრობლემები მქონდა ამ Young Bucks. ხო და ვინც დაარტყა ხელი Dr. Dre-ს, მე ამბობდა რომ Suge Knight-მაო $3,000 მომცაო რომ ეგ გამეკეთებინაო. აი ჩაუ ჯვაკ ამ პოეტში რო აი იმას გაძლევენ პრიზს, ნახე ეხლა ხელი მოგხდება, იმიტომ რომ მე უკანა ვარ. თუმცა შერჩა თქო არა. მე ცოტა ხნის მერე რაღაც ფარტიზე დაჭრეს, ვიღაც ტიპი მივიდა და ეს ვიღაც ტიპი არა, ეს ტიპი. So, walk around, hit Suge in the little thigh, ain't nothing. Take a little picture, go home, he yell, ah!
And I'm like, listen to this fat bitch, you know what I'm saying? But you know, I saw him a little one-on-one after that though. You know what I'm saying? I saw Suge one-on-one, you know. So when Suge Knight got shot in the thigh, he screamed? Yeah. yeah. He blur out. Yeah, yeah. He blur out. He know yeah. და არ გეგონოთ რომ მინდა რომ დაგამადლოთ ან რაღაც აბსოლუტურად არაფერი არ მენანება თქოს მაგრამ ამ ტიპს მინდა 20 წუთის განმავლობაში და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რეპს ლაპარაკობს რა ენაზე საერთოდ ვინ არის ეს არის განგსტერია რომელიც ბევრი წელი იჯდა ციხეში და აი ნამდვილი განგსტერები ეგეთები არიან ძმაო მე აი აქ-იქ ავაზაკობდა Suge Knight და ყველას აქ ისტორია ვინც არის ჩასული ლოს-ანჯელესში რომ აი შეხვდა Suge Knight და აი ესე თქვათ აი აჰა ინტერვიუებს იძლეოდა ხან ციხეში იყო ხან გამოდიოდა სხვადასხვა ამბის გამო რომ ეხლა გავამხელო წლის წინადელ საიდუმლოებს Snoop Dogg-ი არის ბოზი მაგან ჩაგვაბოზა და მაგითი ცხოვრობს დღემდე Snoop Dogg-მა იყიდა Death Row ანუ რამდენიმე წლის წინ Snoop Dogg-ი არის Death Row-ს ოფიციალური მფლობელი, უფრო სიმბოლური ამბავია ვიდრე რაღაცა, მაგრამ ლეიბლი მაგას ეკუთვნის. საბოლოოდ ისევ იმ ფილმს მოვუბრუნდები Straight Outta Compton, მაგისი გადაღებები როცა იყო სხვადასხვა ქალაქებში იღებდნენ და რაღაც მომენტში კომპტონში იღებდნენ, სადაც Suge Knight-ი მივიდა და სცადა რომ შესულიყო გადაღების მოედანზე. ითხოვდა რაღაცას, მე მგონი ფულს ითხოვდა რომ იქ რო გამომსახავთო ეგრე არ არისო და არავინ იქ არ შეუშვა და დაცვად იყვნენ კომპტონელი ბიჭები, კაი ბიჭები, ქრიფი ბიჭები. ამან უთხრა რომ მეო ჩემი ბლადები რაღაცა აქო და იმას უთხრეს რომ ბიჭო წამო დავიბაზროთო და ამ წამო ბაზარი არის დავიბაზროთო და ნახევარსაათში ხვდები საბურგერეში. ვიღაც ორი ტიპი მივიდა დასაბაზრებლად პატარა იჩხუბესავით და რომ გამოდიოდნენ Suge Knight-მა მანქანა დააჯახა ორივეს. ერთი მოკლა, მეორე დაშავდა, ნუ გადარჩა არა უშავს რა. სასამართლო პროცესი იყო, Suge Knight-ს მიუსაჯეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმიტომ რომ მანამდეც ბევრი ის ქონდა რაღაცა ციხიდან შესვლა გამოსვლა და მოკლედ ციხეშია ახლა. იქიდან დღემდე იძლევა ხოლმე ინტერვიუებს, რაღაცა ძველ ამბებს ყვება და ინტერვიუებს ძლევ პოდკასტი აქვს. So, you know, there's been a lot of guys like going on other podcasts and stuff and like kind of talking about things. Hey, Dave, Yeah, we're going to do exactly like this. Suge Knight-ის პოდკასტი Collect Calls Suge Knight. რაცა ეგეთი ქვია, დღემდე იმათლან წავს Dr. Dre Snoop Dogg-ს რაღაცებს იხსენებს, რაღაცებს იგონებს. მაგითი ცხოვრობს ჯერ კიდე წარსულით. ანუ ფაფისაც ლანძღავს ხოლმე სრულიად მიზეზიანად, მაგრამ ნუ ეგ მოდი სხვა დროს იყოს ფავდების ამბები. ესე დამთავრდა ამათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. ეგ ციხეშია და არ გამოალბათ არასდროს Suge Knight-ი. Dr. Dre თავის სახშია და არ ჩდება ხალხში თუ არ მიიჩნევს საჭიროთ რომ გამოჩნდეს. ახლა მორალი რა არის ამ ამბის? რისთვის ვილაპარაკე ამდენი გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ისტორიები იყო. არ ვიცი რა არის მორალი. იცი რა გატყვევთ, ვიცი რა არის მორალი ზუსტად და ეხა მივხვდი რისთვის ჩავწერე აი ეს ამხელა რაღაცა. რომ ხელოვნება იმარჯვებს ყოველთვის Arslong Vita Brevis. ამის მომზადების დროს ათობით საათი ინტერვიუ მაქვს მოსმენელი Vlad TV-ზე, Art of Dialogue-ზე. ერთ რაღაცას მივხვდი რომ მაშინ 90-იან წლებში იყვნენ ტიპები, ვინც აი Death Row-ში ბლადები აბირჟავებდნენ და იყვნენ რა ესენი დაუკარე ბიჭო ჩვენა ვართ ვინცა ვართ, მაგრამ გავიდა წლები და მაგათი მთელი ცხოვრება. ყველაზე საინტერესო ცხოვრებაში რაც გადახდენიათ, ყველაზე მეტი მოსაყოლი რაც აქვს. ერთ-ერთი აზრი რაც მაგათ ცხოვრებას ჰქონდა იყო რომ ამათ გვერდზე იყვნენ. მუსიკოსების გვერდზე იყვნენ და მოსაყოლი. ახლა მარტო ეგ აქვს Suge Knight-საც, Kifid-ისაც, ამასაც და იმასაც. ვიღაცა კომპტონალ ბიჭებს, რომლებიც თავის დროზე ესე იყვნენ რომ აჰა, ვაშკაცი ვარ და ვინც ცოცხალი დარჩა დღემდე აი მოსაგონებლად ცხოვრების აზრად მარტო ის აქვს დარჩენილი რომ Nate Dogg-ს შეხვდა და დრეზე და ტუპაკზე და იმასე არ არის ლაპარაკი რომ იქ ქარაფთმა ხელი ჩამომართვა და
აი მგონია რომ მართლა მორალი ეგ არის, ეხლა მივედი მაგამდე რომ რაშია ძალა ძმაო. ფულშია ძალა ძმაო, არ არის ფულში ძალა ძმაო. სიმართლეშია ძალა ძმაო, არ არის სიმართლეში. ძალა არის ხელოვნებაში. იმიტომ რომ სიმართლე ტყუილია, ხელოვნება მართალია, არსლონგ ვიტაბრევის. I think you wanna fuck with Dre. You picked the wrong motherfucking day. Here we go, head to head, toe to toe, da 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 this room. I can't be faded, cause I'm a nuggets from a motherfucking eye. Can't be faded, cause I'm a nuggets from the motherfucking streets. Tu ar gamoiterta marxis, არაფერიც არ მოხდება ის, მაგრამ მაინც გამოიწერე და მეტი იქნება და უკეთესი დაგვიждდება ყველაფერი ნაგაზების. I can't be faded. I can't be faded, cause I'm a nuggets from the motherfucking street.